Აბლოცეთ მე მოგესალმებით ჩვენ ამ სამრევლოში მეორედ ხვდებით ერთმანეთს. მინდა გითხრათ, რომ ყოველი შეხვედრა ემიგრანტებთან ჩემთვის რაღაც ისეთი მინორული განწყობებით იწყება ხოლმე ყოველთვის. მე ურთიერთობაში, საუბარში რაღაც პოზიტივით ვივსებით, მე პირადად ჩემ განწყობებს გეტყვით, მე ვცილდებით ერთმანეთს ისევ მოდის ეს მინორული განწყობები, რომელიც მე საქართველოში მიმყვება. სიმართლე გითხრათ, რომ ეს მაინც სასიამოვნო არ არის. თუმცა ვფიქრობ, რომ კარგია ესეთი განწყობები, იმიტომ რომ თუ ჩვენ არ გვეთკინება სამშობლოსგან შორს ყოფნა და თუ ჩვენ არ გვეთკინება სამშობლოში მყოფებს ჩვენი თანამემამულეების გარეთ ყოფნა, აბა რა გამოვა ესე. უნდა გვეთკინოს, ამავე დროს პოზიტიური ის არის, რომ უნდა გვიხაროდეს კიდევაც ერთმანეთის დანახვა და ის რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაკლია ერთმანეთისადმი სიყვარული. ეს რაღაცნაირი ფორმით თუნდაც ამ შეხვედრებით ამას ხელი შეუწყოთ, რომ ეს სიყვარული ჩვენში გაცოცხლდეს. ჩვენ ხო ვიცით, რომ ვისაც მეტნაკლებად წაუკითხავს საქართველოს ისტორიის რაღაც რამდენიმე ფურცელი მაინც ჩვენ ვიცით, რომ ისტორიის განმავლობაში ქართველი კაცი ესე იზრდებოდა, დედა როს დიდა ბავშვს, აი თქვათ რომელიმე მაგალითად 9 ძმა ხერხეული ძის გამზდელი. აი ესე ვთქვათ, რომელიც მერე თავის შვილებთან ერთად ბრძოლაში კვდება. წარმოგიდგენიათ, რა შვილები უნდა გაეზარდა? 10 შვილი გაზარდა ამ ადამიანმა. აქედან ერთი ქალი იყო, გოგონა და 10-ვე ბრძოლაში მოკვდა. და თვითონაც მერე ბრძოლაში მოკვდა და მამა არ ჩანს და ეთყობა მამა ადრე მოკვდა. აი წარმოგიდგენიათ? ამიტომ როდესაც ესეთი მაგალითები გვაქვს, ალბათ სწორია ის გადმოცემა, როდესაც გვესმის, რომ დედა რო შვილს დიდა საქართველოში, როცა აკვას ურწევდა, ესეთ რამეს ეუნებოდა, ჯერ სამშობლოსი ხარ და მერე დედის და მამის. და აქ გარდა იმ ლამაზი და გრძნობიარე თემისა, რასაც სამშობლო და პატრიოტიზმი ქვია და მისთვის სიკვდილიც კი, კიდევ უფრო ღრმა მისტიკური აზრი იმალება ამ სიტყვებში, ჯერ სამშობლოსი ხარ და მერე დედის და მამის. იმიტომ რომ თუ წმინდა წერილს დავესესხებით, მაგალითად პავლე მოციქულს, მაგალითად მოყავს აბრაამი და მისი შთამომავლობა, რომ ისინი ცხოვრობდნენ კარვებში და სად? იმ ქვეყანაში, რომელიც ღმერთმა მათ აღთქმით მისცა. აღთქმულ ქვეყანაში აბრაამი და მისი შთამომავლობა კარვებში ცხოვრობდა. რა უცნაურია, ხო? ესე იგი, სამყარო შემოქმედი რო გეცხადება, რომ ეს ქვეყანა შენთვის მომიცია და ჩადიხარ და იქ გმურად ხარ და კარვებში ხარ. მაგრამ პავლე მოციქული, რა თქმა უნდა, მე როცა ეგვიპტიდან ბრუნდებიან, ისინი ამ ქვეყანას პატრონებიან, მაგრამ თვითონ თავარი ვინც იყო ამ აღთქმაში, აბრაამი კარვებში ცხოვრობს, თავის შთამომავლობასთან ერთად, ლამის მდგმურად და იქ რაღაც საფლავისთვის მიწას ყიდულობს და ასე შემდეგ. მაგრამ პავლე მოციქული, როგორც გენიოსი ღვთისმეტყველი, ამაში ხედავს ძალიან დიდ აზრს და ესეთ რამეს ამბობს. წმინდა წერილშია ეს. რომ ისინი ცხოვრობდნენ კარვებში, რამე თუ უკეთესი მომავლისათვის ზრუნა ფიქრობდნენ, უკეთეს მომავალზე იყვნენ ორიენტირებული. ისინი ცხოვრობდნენ კარვებში, იმიტომ რომ ზეციურ სამშობლოს ეძებდნენ. ამიტომ, როდესაც დედა ზდიდა შვილს, ჯერ სამშობლოსი ხარ და მერე დედის და მამის, რადგან ის დედა ქრისტიანი იყო, ამ სიტყვას სამშობლოში ღრმა აზრდებდა და ასეც ზდიდნენ კიდევაც. სამშობლოსი ხარ ჯერ და მერე დედის და მამის, ანუ სასუფევლის ხარ ჯერ, მერე დედის და მამის და რადგან სასუფეველი ჩვენთვის იესო ქრისტეა, ამიტომ ფაქტობრივად ასეთ რამეს ეუბნებოდნენ, ჯერ ქრისტესი ხარ შვილო და მერე დედის და მამის. რა თქმა უნდა, ეკლესია თავისი ყოვლად ბრძნული გადაწყვეტილებით ასეთ ადამიანებს გამოარჩევს ხოლმე და 9 ძმა ხერხეულიძე თავის დასთან და თავის დედასთან ერთად, სხვა მარაბდელებთან ერთად, ისე როგორც ამასი არაგველი და ასე შემდეგ.
წმინდანთა დასში არიან შერაცხილნი, ჩვენთვის სამაგალითოდ თუ რას ნიშნავს იყო ცოცხალი, როგორც ადამიანი და არა როგორც ბიოლოგიური არსება. ეს შესავალი გავუკეთეთ ჩვენს შეხვედრას, თუმცა ჩვენი შეხვედრა ერთი მხრივ სხვა თემას ეხება. ერთ ჩემს საიდუმლოს გეტყვით. პრინციპში ვინცაც ჩემი შეხვედრები მოусმენია ან დასწრებულა, ყველა მიცის ეს. რა თემაზეც არ უნდა ვილაპარაკო. რა თქმა უნდა, იმ თემას ვეხები კონკრეტულად იმ თემას, რომელ თემაზეც საუბრობ. მაგრამ საბოლოო ჯამში ფინალი ერთია, ერთისკენ მივდივართ ხოლმე. ეს არის იესო ქრისტე. მე წინა შეხვედრაზეც გუშინ იყო ხოლმე უფრო მგონი შეხვედრა. იქ რაღაც ესეთი კითხვაც დაისვა, რომ აი თუ მეთქი კითხვები გექნებათ, ეგება ერთ-ერთმა მათგანმა ესეთი კითხვაც დასვას, რომ რა აზრი აქვს ადამიანის ცხოვრებას ქრისტეს გარეშე, კითხვა დასვას ან თავის არგუმენტაცია თქვას. რა აზრი აქვს ადამიანის ცხოვრებას ქრისტეს გარეშე. ყველაფერი იქითკენ მიმყავს. მე ამით სუნთქავ, ამით ვარსებობ, ამით ვარ მე მღვდელი და ასეთი შინაარსია ყოველთვის ჩემთან შეხვედრას, იმიტომ რომ თქვენ როცა დობას აცხადებთ ეკლესიისადმი, თქვენი ეპისკოპოსისადმი, სასულიერო პირებისადმი და ჩვენ ასე მოვდივართ, ჩვენ ვამბობთ იმას, როგორც ვხედავთ სამყაროს, საკუთარი თავისთვის, ჩვენი ახლობლებისთვის და მთლიანად სამყაროსთვის ასე ვხედავთ. ასე ვხედავთ. ამიტომ რა თემაზეც არ უნდა ვისაუბრო, საბოლოო ჯამში იქითკენ მივდივართ. თუ ვირა ფეხბურთზე ვისაუბროთ, მაინც იქითკენ წავალ. არ აქვს მნიშვნელობა. ყველა გზა რომში მიდის, როგორც ამბობენ, ყველა გზა რომში მიდის. თუ ამის პერიფრაზირებას გავაკეთებთ ქრისტიანისათვის, ყველა გზა ქრისტესკენ მიდის და თავად არის ის გზა. პირველ რიგში მე მინდა მადლობა უთხრა უფალს, რომ კიდევ მომეცა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა. მადლობა უთხრა ჩემს პატრიარქს, ჩემს ხელდამსხმელ მან დამასხა ხელი მოდლა და ეს ჩემთვის უდიდესი სასწაული იყო ცხოვრებაში ხელდასხმა ჩემი. ეხლა ჩვენი მამა უძლურად არის, უკიდურეს უძლურებაშია, მაგრამ ღმერთი მას ჩვენთან ინახავს, მისი განგებულება უცნობია ჩვენთვის, მაგრამ ეს ასია და მისი ლოცვა-კურთხევით ვარ აქ და მე მინდა გითხრათ, რომ სინოდის ძალიან ბევრმა წევრმა სიყვარულით მოგიკითხათ და ასევე ლოცვა-კურთხევა გამომატანა თქვენთან, იმიტომ რომ დღეს ყველა ხედავს უბრალო რიგითი ქართველიც და მით უმეტეს სასულიერო პირი, რომლის პირდაპირ ვალდებულებაა ზრუნვა სამშობლოზე, ყველა მათგანს აწუხებს ის, რომ აი რაღაცა ცენტრიდანული ძალა მოქმედებს ჩვენში და ეს არავის ბრალი არ არის, მინდა გითხრათ. როგორც კი ჩვენ დავიწყებთ მიზეზის ძებნას, ვისი ბრალია რომ გავრდივართ, იმ წამსვე შეცდომას უშვებთ. სწორი იქნება თუ პასუხი კითხვა ესე დავსვათ, საკითხი ესე დავსვათ. ჩემი ბრალია რომ აი ესე ვიფანტებით. ყველა ადამიანი თუ ასე იფიქრებს, რაღაცა სიკეთემდე მივალთ. არავის არ დავაბრალოთ მხოლოდ საკუთარ თავს. აქ მყოფებმაც და იქ მყოფებმაც სულ ერთია. ჩვენ ერთად უნდა წარმოვიდგინოთ საკუთართავი როგორც ერთი ოჯახის წევრებმა. ეხლა რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ თემას, ყველა გზა რომში მიდის, მაგრამ დავიწყოთ თემატურად. ესე იგი, ესეთი თემა არის სირთულეებთან შეხვედრის ხელოვნება. ნახეთ რა საინტერესოდ დაალაგეს ეს თემა, რო თქვათ შემოგთავაზეს. სირთულეებთან შეხვედრის ხელოვნება. ხელოვნება რატო? იმიტომ რომ ესე იგი ადამიანი გონიერი ადამიანი, რას ქვია გონიერი ადამიანი? ეს დაახლოებით იგივეა რომ ადამიანი რომელსაც თავი აქვს, ან ღვიძლი აქვს. ადამიანი გონიერია. ადამიანი აუცილებლად, ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში. თუ ადამიანი გონიერი არ არის, თუ ადამიანი მოაზროვნე არ არის, თუ ადამიანი თავისუფლებისკენ სწრაფი არ არის, თუ ადამიანი არ ცდილობს პიროვნება იყოს და არა რაღაც ეგოისტი ინდივიდი, ხო? თუ ადამიანი არ ცდილობს იყოს კეთილშობილი და ასე შემდეგ, მაშინ ფაქტობრივად არადეკლარირებულად, მაგრამ ცხოვრების წესით ადამიანი უარს ამბობს იყოს ადამიანი. და ადამიანი თუ არ ამბობს უარს იყოს ადამიანი, ადამიანი გონიერია. და შესაბამისად ადამიანი შემოქმედია და გონიერება, პიროვნულობა, მოაზროვნეობა,
ეს რაღაც ესეთი მეტგვარი სინონიმებიც კი არის, შეიძლება ასე ითქვას, კიდე რომელიც უამრავ ღირებულებას მოიცავს საკუთარ თავში და ერთ-ერთი თვისება გონიერებისა, ერთ-ერთი თვისება მოაზროვნეობისა არის შემოქმედების თობის უნარია. ადამიანი როცა კედელს მიადგება, თავით კედლის განგრევას არ ცდილობს, ის ცდილობს, რომ კედელს შემოუაროს, ან კედელი ისე დაშალოს, რომ თავი არ დაიზიანოს. ანუ ყოველთვის ადამიანი ცდილობს, რომ სირთულეებს, რომელიც მის ცხოვრებაში იქნება, სირთულეებს გონივრულად მიუდგეს და გადალახოს გონივრულად. და ახლა რაც შეეხება სირთულეს, წარმოგიდგენიათ, შეიძლება დაუშვათ ის, რომ ადამიანი სირთულის გარეშე იყოს. ნებისმიერი ცოცხალი არსება. ნებისმიერი ცოცხალი არსება სირთულებს წააწყდება ხოლმე, იმიტომ რომ ცოცხალი არსება ნიშნავს, რომ ის ცდილობს თავის ბიოლოგიური არსებობა გადაირჩინოს, ინსტინქტურად იქნება ეს თუ მასში ჩადებული სიცოცხლის ძალით, როგორც სცენარეში, ინსტინქტურად ცხოველში, ადამიანშიც გარკვეულწილად სიცოცხლის ძალაც არის ჩადებული, მასში ინსტინქტიც არის ჩადებული, მაგრამ მეორე მხრივ თან ამავე დროს ყველა ცოცხალი ორგანიზმი მოწყვლადია და ადამიანიც მოწყვლადია, იმიტომ რომ ჩვენ ვკვდებით. სცენარეც კვდება, არ არსებობს ადამიანი სირთულეების გარეშე ცხოვრებაში. ისე როგორც არ არსებობს ადამიანი თუ არ დაიბადება, არ არსებობს ადამიანი თუ არ დაბერდება, არ არსებობს ადამიანი თუ არ მოკვდება, არ არსებობს ადამიანი ავად თუ არ გახდება, და არ არსებობს ადამიანი თუ უსამართლობის ხერხი არ იქნება, არ არსებობს ადამიანი თუ რაღაცა მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე არ დადგება, არ არსებობს ადამიანი რომელსაც არ დაამცირებენ, არ არსებობს ადამიანი რომელსაც არ შეურაცხყოფენ და ასე შემდეგ, არ არსებობს არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ მოსჭირდება, არ ეტკინება და ასე შემდეგ. ანუ სირთულეები ჩვენ ცხოვრებაში ყოველთვის და აუცილებლად იქნება და ამას იმიტომ ვამბობ, რომ როცა სირთულეები ჩვენ ცხოვრებაში დგება, სიკვდილის ჩათვლით, ვიყოთ ღირსეულნი და შევხვდეთ ამას როგორც ბუნებრივს და გონივრულად შევხვდეთ როგორც ადამიანები და არა როგორც ბიოლოგიური არსებები. ის აუცილებლად იქნება ჩვენ ცხოვრებაში ეს სირთულეები, ოღონდ სხვა არის, როცა ადამიანი ღირსეულად ხვდება სირთულეს, არ უშინდება და შემოქმედებით დაპირისპირებაში მიდის მასთან. პანიკური შიში კი არ ეწყება და ფართხალს კი არ იწყებს. აი ადამიანი ჭაობში რო ვარდება და ფართხალს იწყებს, ის უფრო სწრაფად იძირება. არამედ გონიერი ადამიანი არ იწყებს ფართხალს და ცდილობს, რომ გამოსავალი მოძებნოს. და ამ გამოსავალს ხშირად ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა პოულობს. ადამიანი, რადგან არ არის უბრალოდ ბიოლოგიური არსება, ჩვენ მორწმუნეები ასე ვხედავთ ადამიანს. ურწმუნო როგორ ხედავს ეს ყველა ურწმუნოს ღმერთმა უშველოს. ეხლა ამას რაღაც რიტორიკულად ვამბობ თუ როგორ ვამბობ არ ვიცი. რატო? ყველა ურწმუნოს ღმერთმა უშველოს, იმიტომ რომ როცა რწმენა მაქვს, როცა 100%-ით ვიცი, რომ არასოდეს მოუკვდები, არამედ გარდავიცვლები და ჩემი მთელი არსების საზრუნავია, რომ ქრისტეს ხორცში მყოფი შევხვდე ჯერ კიდე, რომ მე მასთან გადავიდე, ჩემი მორწმუნე არასოდეს მოკვდება, არამედ გარდაიცვლება სიკვდილისაგან სიცოცხლეში და სიცოცხლე მე ვარ, ქრისტე ამბობს და მე როგორც ნათელღებული, ქრისტეს შემოსილი, მე რომ გავალ ამ ქვეყნიდან პირდაპირ ქრისტეში უნდა გადავიდე, რომელიც უკვე ჩემს გულში უნდა ცხოვრობდეს. ხედავთ როგორი მისტიკაა, რომელიც სიტყვიერად არ გამოიხატება, კაცმარო თქვას ბოლომდე და სრულად, ხო? როცა ეს ჩემ ცხოვრებას ავსებს, აბედნიერებს და არა მენტალურად ეხლა ადამიანი რა სისულელებს მოიფიქრებს თავში, ეგრე ხო არ არის, ეს რეალობაა, რომელიც განიცდება გულის მიერ და დასტურდება ცხოვრებით და თავისი ნაყოფებით, შეგრძნებებით, განცდებით, გულისმიერი ხილვით და ზოგ შემთხვევაში უფრო სხვა დიადი ხილვითაც კი და მიუხედავად ამისა, როგორი რთულია ამ სამყაროში არსებული სირთულეების გადალახვა და წარმომიდგენია ურწმუნო ადამიანი, რომელსაც მთელი ეს ბერკეტი, ეს ხერხემალი, ადამიანური ხერხემალი, ადამიანური ყოფიერების ხერხემალი უბრალოდ გამოცლილი აქვს. არ ვიცი რა, ესე ღმერთმა უშველოს ყველა ურწმუნოს. რასაცოდავები არიან წარმოგიდგინე და როცა ეს მერე დემონური აღტკინებაში გადადის, რაც ვლინდება იმაში, რომ უხარია რომ ღმერთი არ არის და მორწმუნეს დასცინის და ებრძვის. გახსოვთ დოსტოევსკი ამბობს საოცარ სიტყვებს, რომ ასეთი ადამიანი კბილებიანი ხორცია. ეს ტრაგიზმია, ეს არის უდიდესი ტრაგიზმი ადამიანის. როდესაც ჩვენ საუბრობთ
სირთულეებზე და საუბრობთ როგორც ქრისტიანები, ანუ პასუხისმგებლიანი ადამიანი. პასუხისმგებლიანი ადამიანი, იმიტომ რომ მე რო შენთან ურთიერთობა მაქვს, ეს ურთიერთობა რაღაც დროებითი კი არ არის. მაგალითად, ეხლა მე შენ მოგატყვილებ რა, ან დაგჩაგრავ, ან ზურგს უკან რაღაცა საშინელებას მოგიწყობ ისე, შენ ვერც გაიგებ. გავილი და წავალ. და რომც გაიგო, დიდად მედარდება ეხლა რა. 1000 წელი შენ აღარ გნახავ. ან შეიძლება შენ საერთოდ მოკვდე და სუსტად დავისვენებ. ქრისტიანი ესე ვერ ფიქრობს ობიექტურად. შეიძლება ქრისტიანი ანგელოზი კი არ არის, მაგრამ მისთვის ობიექტურად სამყარო სხვანაირია. მან იცის, რომ ეს ურთიერთობა ჩემსა და მოყვას შორის მარადიული ღირებულების მატარებელია. უფალი ამას პირდაპირ ამბობს. ნახეთ სახარებაში რა წერია. როდესაც შენ ადამიანთან კომუნიკაცია გაქვს, ეს კომუნიკაცია თითოეულ ადამიანთან კომუნიკაცია. თითოეულ ადამიანთან კომუნიკაცია. ეს არის რეპეტიცია საშინელი სამსჯავროს. და უფალი პირდაპირ ამბობს, ყოველ ადამიანს როგორც მოეკეცი, ამით მე მომეკეცი. და მე ამით განისჯება ადამიანი მარადისობაში. ანუ ეს ზნეობრივი პასუხისმგებლობა, ზნეობრივი კანონის შემოქმედის წინაშე, რომელსაც ცოცხალი ღმერთი ქვია. და აი სირთულეები, რომელიც რა თქმა უნდა ამ ცხოვრებაში არსებობს, ეს არის ადამიანისათვის როგორც პასუხისმგებლობით დატვირთული არსებისთვის. ფუტკარს ახლა ვერ მოთხოვ პასუხისმგებლობას, ვერ ძაღლს. ძაღლი რო ადამიანს კბენს, მithumetes თანამედროვე ცხოველების მოყვარე საზოგადოება, ხო? კი, ამბობს ხოლმე რომ ადამიანის ბრალია, რომ ეს ძაღლი არ გაწვთნეს, არ ასწავლეს, ესე იგი მისი მდგომარეობა, ანუ ძაღლს რა მოეთხოვება, არაფერი. ადამიანს მოეთხოვება, იმიტომ რომ ადამიანი თავისუფალი არსებაა, პასუხისმგებლიანი არსებაა. ესმის და აი პასუხისმგებლობით დატვირთული არსება ადამიანი და ამიტომ სირთულე მისი ყოფიერების აუცილებელი მდგენელია. ანუ ადამიანს აუცილებლად ჭირდება სირთულე. აი მაგალითად, იმისათვის რომ კარგი პიანისტი გამოხვიდე, იმისათვის რომ კარგი ფეხბურთელი გამოხვიდე და ასე შემდეგ, კარგი სპორტსმენი, იმისათვის რომ კარგი მეცნიერი გამოხვიდე. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია კარგი პროფესიონალი გამოხვიდე ნებისმიერ სფეროში სირთულეების გადალახვის გარეშე. წარმოგიდგენია, შესაძლებელია ეს? არ არის შესაძლებელი. კარგი ქირურგი ვერასოდეს გამოხვალ თუ ექსტრემალურ სიტუაციებში არ მოხვდები. და აი ზღვარზე თუ არ გაივლი, რომ აი კინაღა მოგიკვდა პაციენტი. ვერასოდეს ვერ იქნები კარგი მფრინავი. თუ არ მოხვდები ექსტრემალურ სიტუაციებში, რომ აი ძლივს გადარჩი. ესეთი რაღაცები თუ არ გაიარე, შენ ვერასოდეს გახდები კარგი მფრინავი. ანუ სირთულეების გადალახვის გარეშე გონიერი არსება ადამიანი არ იზრდება. და აი აქ კიდევ ერთი საკითხი შემოდის სირთულებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რადგან სირთულე ცხოვრებისა, გართულება რაღაც სიტუაციისა, ჩვენ ადამიანის გონიერებას დაუკავშირეთ, ადამიანის მოაზროვნეობას დაუკავშირეთ, მაშინ ჩდება კიდევ ერთი საკითხი. გონიერი არსება, რამდენად შეიძლება იყოს გონიერი, თუ მას არ აქვს მიზანი. მიზანი. რა თქმა უნდა არ შეიძლება, იმიტომ რომ გონიერება თავისთავად არაფრის მომცემი არ არის, თუ ის უბრალოდ დევს. გონიერება იმდენად არის მოაზროვნეობა, იმდენად არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი რაღაც მიზნისკენ მიისწრაფის. აი ადამიანს წეგან ჩამოთვალე, ხო რაღაც თქვათ ადამიანური ყოფიერების რაღაც გარკვეული საკითხები, ისა მიმართულებები, ხო სფეროები, უბრალოდ და თქვით რომ ყველა ამ სფეროში წარმატება წარმოუდგენელია, უბრალოდ არ არსებობს, არ არსებობს ესეთი რამე. რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს ადამიანი. ამიტომ ნებისმიერ სფეროში მიზნის მიღწევას აუცილებლად თანახლავს სირთულეები, ეს არის აი აუცილებელი მდგენელი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ამიტომ ჩვენ არ უნდა გვიჭირდეს, ჩვენ რომ შვილებს ვზდით, არ შეიძლება შვილი ინკუბატორში აღზარდო, სათბურის პირობებში. დიახაც, ჩვენ უნდა რეალურად შევხედოთ ყველაფერს, რეალურად და ჩვენ მას შვილებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ ცხოვრებაში არსებობს ყველაფერი სიკვდილის ჩათვლით. ყველაფერი არსებობს. და როდესაც საუბრობთ მიზანზე, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია რამ, რომ ერთია, როცა ადამიანს აქვს მიზანი და კიდევ უფრო თუ გავაღრმავებთ ამ ტერმინს და მიზანი, რომელიც სირთულების გარეშე არ მიიღწევა და ამას ჩვენი ობიექტურად არსებული, ჩვენ წინ არსებული ცხოვრება გვიდასტურებს.
ისე სხვათა შორის თქვენ რომ აქ ხართ, ესეც ამის ნაწილი ხომ არის? ეს სირთულეა თქვენს ცხოვრებაში, გესმით? თქვენ გაირთულეთ, გაგირთულდა ცხოვრება. თქვენ რაღაც მიზნები გქონდათ და ეს მიზნების რეალიზებას დაჭირდა სამშობლოდან გადახვეწა. ეს ერთ-ერთი გამოხატულება და გამოვლინებაა ამისი. მაგრამ არსებობს მიზნის უფრო ღრმა გააზრება, ეს არის ცხოვრების საზრისი. აი რადგან მიზანი არ მიიღწევა სირთულეების გადალახვის გარეშე და ეს არის ობიექტურად არსებული სინამდვილე, ისევე როგორც მაგალითად დედამიწა მრგვალია დედამიწა. არ არის ოთხკუთხედი ან რაღაც ასე, რა ვიცი. რომ ესე იგი არსებობს გრავიტაცია, გრავიტაცია არსებობს. გრავიტაცია რო არ არსებობდეს, მატერიალური სამყარო იმ სახით როგორიც არის, არ არსებობდა. მაგრამ იგივე გრავიტაცია არის კატასტროფა, როდესაც შენ მე-9 სართულიდან გადმოხტები ჯვარი გწელია ყველას. მაგრამ გრავიტაცია რო არ იყოს, სამის ყოფაში ყველაფერი განადგურდება. გესმით? აი ეს არის ობიექტურად არსებული სინამდვილე. ესე იგი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიზნის მიღწევის გზაზე არსებული სირთულეები ობიექტურად არსებული სინამდვილეა და მიზნის აი სიღრმისეული ვარიანტი ცხოვრების საზრისის მიღწევის გზაზე ასევე ობიექტურად არსებულია იქ აი ამ ცხოვრების საზრისისკენ სწრაფვისას სირთულეები. ეხლა რითი განსხვავდება ცხოვრების საზრისი, რითი განვასხვავოთ ცხოვრების საზრისი უბრალოდ მიზნისგან. ადამიანისათვის ცხოვრების საზრისი, ცხოვრების ამ შემთხვევაში როგორც ყოფიერების, ცხოვრების ამ შემთხვევაში როგორც სიცოცხლის დიადი გაგებით. რა არის სიცოცხლის დიადი გაგება? სიცოცხლე, რომელიც არასოდეს მთავრდება. სიცოცხლე, რომელიც დროში გამფენილი კი არ არის. დღეს, ხვალზე, მაზე, იმის, იქით. არა, არამედ სიცოცხლე როგორც ყოფიერების განსაკუთრებული ფორმა, რომელიც ჩვენ არ ვიცით რა არის. რატომ? იმიტომ რომ სიცოცხლე როგორც ყოფიერების განსაკუთრებული ფორმა, რომელიც გაწელილი დრო კი არ არის. გაწელილი დრო და რაღაცა არ ვიცი, აი ჩვენ 100 წელი სიცოცხლე 1000 გინდა და რამდენიც გინდა, ეს არის გაწელილი დრო. სიცოცხლე როგორც ყოფიერების ფორმა, ეს არის არა გაწელილი დრო, არამედ მარადისობა და რომელიც არის ღმერთი. ამიტომ ჩვენ არ ვიცით ეს რა არის. ამიტომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ცხოვრების საზრისზე, ანუ სიცოცხლის საზრისზე, ანუ მარადიული ყოფიერების საზრისზე, ანუ ღმერთი როგორც ადამიანის ცხოვრების საზრისი. ნახეთ როგორ კავშირშია ეს ყველაფერი ერთმანეთთან. ასე გვთავაზობს ჩვენ ქრისტიანობა ღმერთს, ასე ჩვენი რწმენა უпроსორეთ ასე გვთავაზობს. ღმერთი ეს არის სიცოცხლეა ღმერთი. ხო და წარმოგიდგენიათ ადამიანი, რომელიც უბრალო მიზანს ისახავს, რომ კარგი სპეციალისტი გამოვიდეს რაღაც საქმეში, კარგი ხელოვანი, კარგი სპორტსმენი, კარგი მეცნიერი, კარგი პოლიტიკოსი და რა ვიცი, უბრალოდ კარგი ოჯახი შექმნას, კარგი მეუღლე ყავდეს, კარგი შვილები აღზარდოს, აი კარგი შვილები აღზარდოს. გაუჩნდა შვილები, გადასარავი ბავშვები, მაგრამ კარგები რო გამოვიდნენ, ხო? მიწიერი, ესე იგი მიზნებია. რამდენი განსაცდელის გადატანა გიწევს, რა სირთულეების დაძლევა გიწევს. და უცებ, როდესაც საუბრობთ ადამიანის ცხოვრების საზრისზე, რომელიც არის სიცოცხლე, მარადიული, რომელიც მე არ ვიცი რა, იმიტომ რომ არ მინახავს, მარადისობა რა არის, რომელიც არის ღმერთი და არ ვიცი, არ მინახავს და გამოდის, რომ ჩემი ცხოვრების საზრისი არის ღმერთი, რომელსაც მე უნდა მივახციო და როგორ ფიქრობთ, ეს სირთულეების გარეშე იქნება? როდესაც შვილი, რომ ღირსეულად აღზარდო, მთელი ცხოვრება უნდა მიუძღვნა ამას. და როგორ ფიქრობთ, კიდევ ვიმეორებ, ღმერთი, რომელსგანაც მე ვისწრაფი და რომელიც ჩემი ღმერთია, ცოცხალი ღმერთი როა შენი სამშობლო და ცოცხალი ღმერთი როა ეს ცხოვრების საზრისი, მას რომ მიაღწიო, შენ მის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი მისნარი რომ უნდა გახდე. როგორ ფიქრობთ, ამას სირთულეები არ ექნება? ხო, ლოგიკურად რო დავალაგო. ექნება რომელია და აქვს, ამიტომაც არის ძალიან ბევრი რელიგიური ადამიანია. მათ შორის ქართველი ძალიან ბევრი ნომინალური ქრისტიანია, რომლებიც ამბობს, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, მონათლულები ვართ, ჩვენი წამ, ჩვენი წინაპრები, სალოცავები, სამთელს და ანთებს. მაგრამ ქრისტიანი მათ შორის ძალიან ცოტა.
რატო? იმიტომ რომ ქრისტიანი არის ის, ვინც ცხოვრების საზრის ეძებს, ცხოვრების საზრისისკენ ისწრაფვის და ამ გზაზე, ანუ ღმერთისკენ და ამ გზაზე რო ხდება სირთულეები, ამ სირთულეებისადმი კატასტროფული შიში აქვს და გაურბის. არ უნდა მას ეს სირთულეები. პავლე მოციქული ამბობს ამ სირთულეებს ადრის შობიარობის ტკივილს. სანამ ქრისტე არ გამოისახება ჩვენში, სანამ ქრისტე არ დაიბადება. აი ეს არის, ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით, ხო ხდებით, ესენი თეზისებია, მოკლე თეზისებია, რომელიც აი სირთულე, ცხოვრებისეული სირთულე და ადამიანის ცხოვრებისეული სირთულე და რო ჩაუღმავდები, აღმოაჩენ რომ მთელი სამყაროა. გესმით? და მე მინდა ამას ასე იმიტომ ვაკეთებ, რომ მე მინდა ნებისმიერ საკითხში, რაც ქრისტიანობასთან დაკავშირებულია, ყველაფერს ჩაუღმავდეთ სიტყვა სამოთხეს, ჩაუღმავდეთ სიტყვა ჯოჯოხეთს, ჩაუღმავდეთ სიტყვა ეკლესიას, ჩაუღმავდეთ სიტყვა მღვდელს. ბოლო წლების ლიბერალიზმის შემოტევამ საქართველოს ეკლესიაზე სტერეოტიპი შექმნა, რომ ასეთი მღვდელი, ისეთი. მაგრამ ჩვენ ხო სერიოზული ადამიანები ვართ, ჩვენ ხო უნდა დავფიქრდეთ და რას ნიშნავს ეს ინსტიტუტი მღვდლობისა. გესმით, რა არის ეს, რა ფენომენია საერთოდ. ამიტომ ნებისმიერ სიტყვას ასე უნდა ჩაუღმავდეთ და მათ შორის აი ამას სირთულებს ადამიანური ცხოვრების გზაზე და როგორ ესე იგი დავზრიოთ ეს შემოქმედებითად გონივრულად. და აი ერთი სიტყვა ხო სირთულე და შეიძლება რამდენი რა სიღრმეზე შეიძლება ჩაგვიყვანოს ამ სიტყვამ და რამდენი რამე დაგვანახოს იმ თავარში, რომელსაც ღმერთი ქვია და ჩვენი სწრაფა ღმერთისკენ. როდესაც ჩვენ საუბრობთ სირთულების დაძლევაზე, კიდევ თუ უნდა ვიცოდეთ, რომ აი მიზანი ვახსენეთ, ხო, მიზანი ცხოვრების აზრისი. ადამიანი არის დინამიური არსება. მოვედი, დავიბადე ამ ქვეყანაზე. ადამიანი ერთ ადგილას არ ჩერდება, ჯერ მარტო ფიზიკურად არ ჩერდება, იზრდება ინტელექტუალურად, ვითარდება, მისი პიროვნული თვისებები ავლენს საკუთარ თავს და ასე შემდეგ, ყალიბდება, ასე შემდეგ. ანუ რაღაც გზას გადის. დიახაც ქრისტიანული ღვთისმეტყველება ესე ასწავლის, რომ ადამიანი არასოდესაა გაჩერებული, ადამიანი ყოველთვის გზაზე დგას, ადამიანი ყოველთვის მოძრაობს. მაშინაც კი როცა ადამიანს გონია რომ გაჩერებულია, ის სინამდვილეში უკან მოძრაობს. ძირითადად ესია, ანუ ესე იგი მინუსისკენ მოძრაობს. ადამიანი მუდამ დინამიკაში უნდა იყოს და ოღონ დინამიკაში სვლა ადამიანისა ოღონ წინ ადამიანისაგან აუცილებლად ძალისხმევას ითხოვს. რა თქმა უნდა, ადამიანი შეიძლება დინების მიმართულებით მიცურავდეს, როგორც მკვდარი თევზი. ან მაგალითად ლოქოსავით იყოს წყალში და ულუაშებს აცმაცუნებდეს და ესე იღებდეს საკვებს. მაგრამ მე მინდა გითხრათ, დიახ არსებობს ეს, მაგრამ ასეთ დროს ადამიანის შინაგანად სულიერად დეგრადირდება და ეს ლუარსაბ თათქარიძეს ემსგავსება. და ამ ყოფის ტრაგედია კიდე იმაში მდგომარეობს, რომ ლუარსაბ თათქარიძეს საკუთარი თავი არ მიაჩნია ტრაგიკულ არსებად. ის თulis რომ ღირსებების მატარებელი ადამიანია. იმიტომ რომ კარგად აცმაცუნებს ულუაშს და კარგად იკვებება. ის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს, ან საერთოდ არ მიცურავს, მიტივტივებს. როგორც კი ადამიანი ცხოვრების საზრის გააცნობიერებს, რომელიც არის ცოცხალი ღმერთი, რომელთან კავშირს ჭირდება გარღვევა ამ სამყაროს ჩაკეტილობისა, ამ სამყაროს შეზღუდულობისა. ხო? იმ წამსვე ადამიანმა შემოტრიალდეს დინების საწინააღმდეგო მიმართულებით და დინების საწინააღმდეგო მიმართულებით დაიწყოს ცურვა იმის შესაბამისად, რა სიჩქარითაც მოდის დინარე. გესმით, რა სიჩქარითაც მოდის დინარე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს. ხან ჩანჩქერის კი შეგვხვდება და ეს ჩანჩქერი უნდა ახვიდე, როგორც კალმახი და ორაგული ადის. და აი აქ ადამიანის ნებელობა უდიდეს როლს ასრულებს. დისციპლინა, ნებელობა, ბრძოლის უნარიანობა, შემართება, თავგანწირვა. და ეს არის ადამიანის ცხოვრების გზა. და რაც უფრო რთულია მიზანი, ხო, თუ შენ გინდა რომ უბრალოდ შენი სოფლის ან შენი ქალაქის ჩემპიონი გახდე, რომელიმე სპორტში. დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდება, მაგრამ შენ თუ გინდა რომ ესე იგი სოფლიო ჩემპიონატი მოიგო ან ევროპის ჩემპიონატი და 8 მილიარდ ადამიანში პირველი გახდე. იქ უკვე ძალიან დიდ სირთულეებს აწყდები. შენ თუ გინდა რომ უბრალოდ ესე იგი რაღაც განათლება მიიღო, რაღაც წარმატებული ადამიანი გახდე, კარიერა გაიკეთო,
დიდი ძალისხმევა დაგჭირდება, მაგრამ შენ თუ გინდა ღმერთი გახდე ღვთის მადლით და ქრისტეს დაემსგავსო და ამერწმუნე, რომ მთლიანად უნდა შეწირო ამას საკუთარი თავი და ამ შეწირვით შენ დაიბრუნებ საკუთარ თავს მარადილ სიცოცხლეში. და რაც უფრო დიდია მიზანი, უფრო რთულია გზა. აი ეს ამის თქვა მინდოდა მე. უფრო რთულია გზა და აი ეს გზა არის ძალიან მნიშვნელოვანი. უფრო რთულია გზა ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი სირთულეები იქნება გზაში. და ეს სირთულეები ჩვენი დასაძლებია. თქვა თქვენი შეიძლება გზა, თქვენი მიზანი, მე მინდა ეგ მიზანი თქვენ გქონდეთ. ღმერთმა დამიფაროს, რომ ეგ მიზანი თქვენ არ გქონდეთ და თქვენს დაგიფაროთ ღმერთმა. რომ თქვენი მიზანი, მიწერი მიზანი, არა საზრისი. ხო, გამოვყავი მიზანი ცხოვრების საზრისი. ეს სხვადასხვა რაღაცაა. ესე მოვილაპარაკეთ ჩვენ. გზა არის მიწიერი საკითხები და ცხოვრების საზრისი ტრანსცენდენტულ ყოფიერებასთან კავშირი. და მე მინდა აუცილებლად დარწმუნებულიც ვარ, ასე იქნება, რომ თქვენი ცხოვრებისეული მიზანი, ხო, მიზანი აუცილებლად იყოს სამშობლოში დაბრუნება. და ეს მარტივი რომ არ არის, თქვენ მრავალი მათგანი ალბათ ხვდებით, შეიძლება მრავალი მათგანს უცდია კიდევაც, რაღაც დროს დაუწესებია, მაგრამ არ გამოსულა. იმიტომ რომ ნებისმიერი მიზანი, ნებისმიერ მიზანს რომ მიაღწიო, რთული გზა უნდა გაიარო და თუ ეს მიზანი რთულად მისაღწევია, გზა ძალიან რთულია. სხვათა შორის, აი თავარი გზა ცხოვრების საზრისისა. იცით როგორი რთულია? უფალი ამბობს, ეს გზა ვიწროა და ეკლიანია. და ამას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ გვერდზე, აი ვიწრო და ეკლიანი, რომელზეც შენ უნდა იარო. და ართულებს ის, რომ შენ აი ვიწრო და ეკლიანი გზის გვერდზე არის ფართე გზა, რომელიც ცდუნებით გიმზერს. მოდი რა ჩემთან გამოიარე. რა გინა ამ ვიწრო ეკლიან გზაზე. მაგრამ უფალი ამბობს, რომ აქ არის ცხონება და იქ არის დაღუპვა. და საქმეს კიდე ის ართულებს, რომ ეს გზა უბრალოდ გზა კი არ არის, მიზნისკენ მიდის. და ეს მიზანი არის ვიწრო კარიბჭე. და სირთულე კიდე იმაში მდგომარეობს, რომ ეს ვიწრო კარიბჭე ძნელად მოსაძიებელია. და ამ სირთულეს კიდე ბეჭდავს უფალი შემდეგი სიტყვებით, მრავალი ეძებენ და ცოტა პოულობენ. მე ხა კი არ გაშინებთ. მე უბრალოდ გეუბნებით, რომ ისეთი დიადი მიზანი აქვს ადამიანს ყველას, ვინც იბადება ამ სამყაროში. ისეთი დიადი მიზანი აქვს, რომ ეს მიზანი გონება მიუწვდომელია. სამყარო უნდა გავარღვიოთ, მათ შორის სამყაროს ყველა კანონი უნდა გავარღვიოთ ჩვენ. და მათ შორის ბიოლოგიური სიკვდილის კანონიც და მარადისობაში ვიცოცხლოთ ღმერთთან ერთად, როგორც ღმერთის შვილებმა. და შესაბამისად ეს გზა ძალიან რთული გასავლელია. აქ კიდევ ერთი ნიუანსია. ეს სირთულეები ბუნებრივად არსებობს, თუ ამ სირთულებს თავის შემოქმედი ყავს. ეს სირთულები ბუნებრივადაც არსებობს და ამ სირთულებს თავისი შემოქმედიც ყავს. აი მაგალითად შეიძლება თქვათ ადამიანი მონაწილეობს ავტორბოლაში ან ველოსიპედების შეჯიბრებაში ან რაღაც ესეთში მონაწილეობს და გზა არის რთული. ობიექტურად გზა რთულია, ცუდი ტრასა არის, ცუდი ხილვადობა არის და ასე შემდეგ. მანქანაც რაღაცა ვერ მუშაობს ისე კარგად ან რაღაც. და ამას ემატება ის, რომ ვიღაცა იქ ქვებს დაგიდებს და ნაღმებს დაგიდებს და ესე იგი ცრუ ნიშანს გაგიკეთებს, რომ გადაგაგდოს სადმე. ანუ ერთია რომ ობიექტურად რთული ტრასაა და მანქანაც არ არის იდეალური და მეორეა ვიღაცა მიზან მიმართულად, შეგნებულად, გონივრულად ერევა შენს რბოლაში, რომ სადღაც ჩაქშეხოს და გადაგაგდოს და მოგატყილოს. ასია ზუსტად ესე იგი იმ გზაზე, რომელზეც ჩვენ ვიმყოფებით ქრისტიანები, ზუსტად ასე ხდება. ერთია ობიექტურად არსებული სინამდვილე, რომელიც სირთულებს გვიქმნის, ეს არის ამ ცხოვრებისეული ეს სამყარო თავისთავად, თავისი წესებით, კანონებით, სოციალური კანონებით მინდა გითხრათ, რომელიც გაჟღენთილია ამასოფლის სული და ეს ნიშნავს გაჟღენთილია ეგოიზმით, ანგარებით, შურით, უსიყვარულობით და ასე შემდეგ. და მეორე საკუთარი თავი, ესეც ობიექტური სინამდვილეა და ჩვენ ვიცით, რომ ის რაც ჩამოვთვალე, ეგოიზმი, შური, ანგარება, უსიყვარულობა, ეს ყველაფერი რა გარეთ არის, ჩემთან არ არის. აბა ჩემთან არის თუ არის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს ეს ხელს გვიშლის, აი ამ გზაზე ღირსეულად ვიაროთ და ეს არის ობიექტურად არსებული სინამდვილე და მესამე ვინ, ანუ ის, რომელიც ესე იგი ცოცხალი არსება, რომელიც ამ ყველაფერს ხელს უშლის, ეს არის დაცემული ანგელოზი, ანუ ეშმაკი, რომელიც მუდამ მუშაობს თან ისე, რომ არ გამოჩნდეს და ადამიანს მუდამ
ცდილობს ადამიანმა გადაუხვიოს ამ ვიწრო და ეკლიანი გზიდან, აღარ მოძებნოს ის ვიწრო კარიბჭე, უარი თქვა სირთულეებზე, უარი თქვა სირთულეების შემოქმედებით დაძლევაზე და გადაუხვიოს შარაგზაზე რა. შარაგზაზე გადაუხვიოს და წავიდა, მოკლედ იქ რაღაცა ნებისმიერი რა. აი მაგალითად ადამიანმა შეხვდა სირთულე და გადაუხვიოს და მოიგვაროს პრობლემა ნარკოტიკით, მემთრალეობით, უზნეო ცხოვრებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სიამოვნებებით მოიგვაროს. რა თქმა უნდა, სიამოვნებებით, უკანონო სიამოვნებებით, თორემ სიამოვნება ადამიანის ხორცის სიამოვნების გარეშე არ ცხოვრობს, არა ჩაისუნთქავ კარგად და ამოისუნთქავ ესეც სიამოვნებაა, რომელსაც ჩვენ ხოთაშორის არ ვაფასებთ, იმიტომ რომ მრავალი ადამიანი ვერ სუნთქავს, ისე როგორც ასთმა აქვს, გულის უკმარისობა აქვს, ასე შემდეგ და ვერ სუნთქავს. და ჩვენ რომ სუნთქავთ, ამას არ ვაფასებთ. ასე რომ ეშმაკი გვიქმნის მრავალ სირთულეს და ნახეთ კიდევ ერთი ნიუანსია, აი ჩვენ ვამბობთ გონიერი არსება, რომელიც ნიშნავს რომ ადამიანი თავისუფალია პოტენციაში. როდესაც მე ამ ცხოვრების საზრისისკენ მივისწრაფი და ეს გზა როგორც გითხარით ძალიან რთულია, რომელიც ვიწრო ეკლიანად იწოდება ვიწრო კარიბჭე და ასე შემდეგ და როცა აი ამ გზაზე მე ვდგავარ და ესე იგი ჩემი პასუხისგებლობით დინების საწინააღმდეგოდ მივდივარ და ეს როცა ჩემი არჩევანია, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემი თავისუფლების რეალიზებას ვახდენ მე ამისი, ესეთი სირთულეების არსებობა, ეს არის, როგორ გითხრათ, ჩემი შემოქმედებითი განვითარების აუცილებელი პირობა, იმიტომ რომ აი ამ სირთულეების დაძლევაში, ღირსეულ დაძლევაში, ხო, ვლინდება რამდენად მართლა მინდა კავშირი დავამყაროთ ჩემი ცხოვრების საზრისთან, ანუ ცოცხალ ღმერთთან. და საინტერესო ის არის, რომ ეშმაკი როცა ამ საქმეში გვებრძვის, ეშმაკი იბრძვის ფარულად და იყენებს ჩვენს არაჯანსაღ მიდრეკილებებს, რომელიც გენეტიკურად ადამიანისაგან მოგვეცა, ცდილობს ჩვენს მანიპულირებას ჩვენით და მართვას და ის სულიერ ცხოვრებაში არსებობს ესეთი ტერმინი გულის სიტყვა. უცნაურია მატერიალისტვისათვის ეს სიტყვა. თუმცა პრინციპში მთლად უცნაური არ არის, დღეს აი თქვა მსგავს რაღაცას ამბობენ, ემოციური ინტელექტი რა არის, ხო, ინტელექტი არის ტვინის ფუნქცია და ემოციური ინტელექტი რა შუაშია, ხო? მაგრამ რაღაცა გულის სიტყვა, მთლად ემოციური ინტელექტი არ არის, მაგრამ რაღაც ახლოს არის ეს წმინდა მამათა ტერმინია. რა არის გულის სიტყვა? გულის სიტყვა არის აზრი, რომელიც ჩნდება არა თავში, არამედ ადამიანის მისტიკურ სიღრმეში, შიგნით, რომელსაც ჩვენ გულს უწოდებთ. ვისაც სულიერი ცხოვრების გამოცდილება აქვს, მან იცის განსხვავება. როცა აზრი მოდის, უბრალოდ ის აზრი თავში მოდის, მართლა როგორც აი კორიანტელი რა, ადამიანს, აი საკმარისია ლოცვა დაიწყო, შეიძლება აზრი არ გაწუხებს არანაირი. საკმარისია დაიწყო ლოცვა, დაიწყო, ხო და ეგრევე წამოვა ეს კორიანტელი აზრების და ისეთ რაღაცებზე ფიქრო. ასაც მრავალი წელი არ გიფიქრია და მგონი პირველად მოგვივიდა თავში ეგეთ სისულელე. მაინდა-მაინც ლოცვის დროს. ძალიან ხშირად ეს კრეხელობას უკავშირდება, სიბინძურას უკავშირდება, ზნეობრივ გარყვნილებას უკავშირდება, უბრალოდ სისულელეს უკავშირდება, უბრალოდ ეხლა ამის დრო არ არის, გესმით? ხო, აი რაღაცა. მაგრამ ეს იმდენად საშიში არ არის, ეს არის, როგორ გითხრათ, ეს არის ეშმაკის ესეთი მცდელობა, რომ უარი თქვა ლოცვაზე რა, გაყვე ამ აზრებს და რა. მაგრამ არსებობს გულის სიტყვა, რომელიც წარმოიშობა ჩვენ შიგნით და იმით განსხვავდება უბრალოდ აზრისგან, რომ გულის სიტყვა არის კავშირში გრძნობასთან, ემოციასთან. ითრევს თითქოს, აი შეხებაში მოდის. აი თქო მაგალითად აზრი არის აშორიო ფორმულა. აშორიო. თუ აზრი არის აშორიო, დაიწერა აშორიო. გულის სიტყვა არის ჩხრიალი რო გესმის წყლის და ესე იგი დალევა რომ მოგინდება უცებ. რაღაც ეგეთია, გზნობას და ემოციას ითრევს. და წმინდა მამათა სწავლებით თითქმის 100% გულის სიტყვებისა არის დემონური წარმოშობის. აზრებისაც. ანუ ეს არის მოტმასნილი, აქ ლაპარაკი რაზეა, მოტმასნილია. აი მაგალითად, ადამიანი ცდილობს ფიზიკის ან მათემატიკის ამოხსნას, ან მაგალითად ცდილობს, რომ რაღაცა არქიტექტურული ნახაზი შეადგინოს, ან რაღაცა ბიზნეს პროექტი დაწეროს. არანაირი სულელური აზრი თავში არ მოსდის მას. ანუ მთელი მისი არსება კონცენტრირებულია
ამ საქმეზე და ტვინში რაღაცა იმ ჟამიერი ყოფიერებისათვის არასაჭირო აზრები არ მოსდის. ან მაგალითად ბავშვი შობელი უყურებს თავის პატარა ბიჭუნას ან გოგონას ბავშვს და ეფერება ან აძინებს ან უვლის, ხო? მთელი მისი ემოციები დატვირთულია ამ ბავშვი და არანაირი რაღაცა არაჯანსაღი და რაღაცა არ მოსდის. ანუ ადამიანს გულის სიტყვის გამოყენება, ადამიანს აზრის გამოყენება მიზანმიმართულად შეუძლია და როცა ამას აკეთებს, ხო, ის იყენებს ამ უნარჩვევებს, ფუნქციებს ისე რომ არ ზიანდება, ისე იგი სწორად იყენებს უпростоრად. და ჩვენ ვიყენებთ ამას ჩვენი პიროვნული გადაწყვეტილებით. მაგრამ როცა გვეტმასნება, თან უადგილას გვეტმასნება, რო არ დაგვიძახია, ისე მოდის ეს გულის სიტყვები და აზრები, ის არის დემონური წარმოშობის. და გულის სიტყვები არის ძალიან საშიში, იმიტომ რომ ემოციას ითრევს და როგორც წესი ის მოდის როგორც საკუთარი სიმართლე ილუზიას ვიქმნი. აი საკუთარი სიმართლე, აი თქვა რაღაცა სიტუაცია არის, რაღაცა საკითხი უნდა გადავწყვიტო, ურთიერთობაში რაღაც პოზიცია უნდა გავახმოვანო, წამოვწიო და აი სპონტანურად მოდის ეს აზრი, რომ აი ეს უნდა ვთქვა, ეს უნდა გავაკეთო, ასე უნდა მოვიქცე. კონტროლის გარეშე ვაკეთებ ამას. ეს ადამიანში ძალიან სერიოზულ სირთულეებს ქმნის. და ალბათ ყველას ქონიათ გამოცდილება, რომ გითქვავს ისეთი რამე, რაც არ უნდა გეთქვა. მიგიღია გადაწყვეტილება ისეთი, რაც არ უნდა გადაგეწყვიტა. ადამიანში ასკდი, იმიტომ რომ გეგონა 100%-იანი მართალი იყო და მე გაირკვა, რომ მართალი არ ახარ. გესმის? ასე შემდეგ, ანუ მუდმივად ადამიანს ეს პრობლემები აქვს სულ. და იმიტომ რომ ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, ბანალური ჭეშმარიტება არ იცის, რომ გულის სიტყვებზე გამარჯვების გარეშე ჩვენ ღვთისნება არ გვეცოდინება არასოდეს. იმ გზაზე, რომელზეც მივდივართ, ამ გზაზე ვერ ვივლის წესიერად, იმიტომ რომ თავარ სირთულეს ამ დროს გვიქმნის ეშმაკი, რომელიც ჩვენ გვერდვის საკუთარი სიმართლით, რომელიც ილუზიას გვიქმნის ჭეშმარიტების. ამიტომ ჩვენ ორიენტირი უნდა გქონდეს. ორიენტირი, როცა მე მაქვს ცხოვრების საზრისი, იესო ქრისტე, ჩემი ორიენტირი. და როდესაც მე ვიცი, სირთულები როგორ დავძლიო, გულის სიტყვები ვაკონტროლო და მოთმინებით დაუპირისპირდე მოთმინებით, სიმშვიდით და გულის სიტყვის გაშიფრით დაუპირისპირდე ნებისმიერ გამოწვევას, მაშინ აღმოჩნდება, რომ ადამიანი ყველაფერს ამარცხებს. ადამიანი არ უნდა იმართებოდეს ემოციებით, გრძნობებით. გესმით? უნდა ძალიან სიმშვიდით, სიბრძნით, გონივრლობით წარმართავდეს და ორიენტირის არსებობით. და ეს ორიენტირი იესო ქრისტეა. ყველაფერს დაავძლებთ ასეთ შემთხვევაში და დამერწმუნეთ, რომ მინიმუმამდე დავა თქვენი შეცდომები და ეს ყველაფერი შეგეწევათ არა მარტო ცხოვრების საზრისის მიღწევაში, რომელიც ღმერთია, არამედ ამ ქვეყნიური პრობლემების მოგვარებაში შეგეწევათ ეს. ყოველივე და მიწიერი მიზნების ღირსეულად აღსრულებაშიც, მათ შორის სამშობლოში დაბრუნებასაც გულისხმობთ, ამას მთელი არსებით გისურვებთ. ამინ. რატომ გვიგზავნის უფალი სირთულეებს განსასწრეს, სასჯელია ეს თუ მადლი? ფაქტობრივად მე პასუხი გავეცი. შეუძლებელია, ეს არის ობიექტური სინამდვილე. და ამით გამოიცდება ჩვენი უანგარობა ღმერთთან დამოკიდებულებაში. და საერთოდ აი მაგალითად აი როგორ უნდა გამოიცადოს, როგორ უნდა გახდეს ადამიანი მებრძოლი, თუ არ იბრძოლებს. აი რანაირად, აი ვინმე შეუძლია მითხრას. შეუძლებელია, რომ ბრძოლის გარეშე ადამიანი მებრძოლი გახდეს. შეუძლებელია, ესე იგი, ცოლ-ქმარს ერთმანეთი უყვარდეს ნამდვილი სიყვარულით, თუ მათი სიყვარული ძალიან ბევრ განსასწრებს ღირსეულად არ გადალახავს. გესმით, შეუძლებელია. იქ ეჭვებს არ გადალახავენ, ცილის წამებებს, არ დაითმანენ ერთმანეთის სისუსტეებს, ხასიათს და ეს დრო ჭირდება ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში არის სწავლიან ერთმანეთის მიტევებას. ანუ ეს არის ობიექტურად არსებული სინამდვილე. და ამიტომ განსასწრელი გამოცდას ნიშნავს ხო ეტიმოლოგიურად. ხშირად არის ხოლმე რომ აი ადამ და ევას ატო ქონდა ის განსასწრელი, რომ ესე იგი ეშმაკი აცდუნებს, ისინი შეჭამენ. გესმით, მათ ყველაფერი მიეცათ, რომ გაზრდილიყვნენ სრულყოფილებაში. მაგრამ ეს მათი არჩევანი უნდა ყოფილიყო. და როგორ შეიძლება არჩევანზე ვისაუბროთ, თუ არჩევანი არ აქვს? აი მაგალითად ადამიანი არის მემთვრალე, ან ნარკომანი. და ნუ შეგონება არ ჭრის, არაფერი არ ჭრის, დედის თხოვნა არ ჭრის, სოლის თხოვნა არ ჭრის, არაფერი ავადმყოფობა ემართება, ლამისაა მოკვდეს, არ ჭრის, მაინც ეძალება ამ ნარკოტიკს და სასმელს. არაფერი არ ჭრის.
უცებ დაიჭირეს ციხეში ნარკოტიკის გამო რაღაცის გამო და ზის 5 წელი ციხეში. 5 წელი არც დალია, არც წამალი არ გაიკეთა. გაიწმინდა ორგანიზმი, ტვინი ამუშავდა წესიერად და მოკლედ შეხედავ ადამიანს დაემსგავსა. 4 წლის თავზე, 5 წლის თავზე თავდება ეს პერიოდი და მიხვედი და ხედავ ჩვეულებრივი საღი, ჯანსაღი ადამიანია და გიხარია პირდაპირ. ხა კითხვა დავსვათ. ეს ადამიანი განკურნებულია თუ არა ნარკოტიკის სენისგან? ან მემთრალეობისგან? ამაზე პასუხი არ გვექნება. სანამ არ გამოვა ციხიდან და კვლავ არ დადგება არჩევანის წინაშე. ციხეში მას არჩევანის საშუალება არ აქვს, გესმით? არჩევანის რეალიზების საშუალება არ აქვს. ციხეში ის იტყვის: "კი, კაცო, რას ლაპარაკობ, გამოსწორებული ვარ." არა, რომ გამოვა და წინ დაუდებენ, მე მივხვდებით ამას. ლუსტრაცია ხდება. ანუ განსაცდელით და სირთულეების არსებობით ხდება ჩვენი შინაგანი სამყაროს ლუსტრაცია. გესმით? აი ამაშია საქმე. როგორ მივხვდები, რომ მე მიყვარხარ შენ თუ ესე იგი შენ რაღაცა უძლურებას ან ხშირად უსამართლობას არ მოგითმენ. გესმით, უნდა მოგითმინო, რომ მივხვდე, რომ ჩემთვის ძვირფასი ხარ ყველაფრიანად შენ გესმის, შენი მათ შორის მანკიერებითაც და ასე შემდეგ. ანუ ეს სხვანაირად არ გამოდის ეს. არ გამოდის ეს, ამიტომ დიახაც ეს არის რეალობა, რომლის გარეშეც ადამიანი არ არსებობს და რაც შეეხება მამაოჩონოში რო ვითხოვთ, ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, აქ იგულისხმება იმ ტიპის განსაცდელი, რომელიც უშუალოდ ეშმაკის ჩარევით ხდება. არა ღვთისგანგებულებით, ღვთისგანგებულების გარეშე თუ ხო არაფერი ხდება, მაგრამ ნუ პირდაპირ არის, რომ ბოროტი ხანდახან ისე აქტიურად ერევა. ნახეთ როგორ არის, ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელს, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისგან. ბოროტი ეშმაკია. ანუ იმიტომ რომ ბოროტი ცდილობს ისეთი ტიპის განსაცდელი დამადოს, რომელსაც მე ვერ ვიტვირთავ. წმინდა წერილი მასწავლის, რომ ღმერთი როცა განსაცდელს გივლენს, იქვე ძალას გაძლევს, რომ ამ განსაცდელიდან ღირსეულად გამოხვიდე. ეშმაკი სხვანაირად იქცევა. ამიტომ ამ ლოცვაში მე და ლოცვის დასაწყისში როგორია მამაო, ანუ მე მინდა რომ ღმერთიშვილი გავხდე და მე ყველაფერის დანარჩენი სათხოვარი მიმართულია იქითკენ, რომ მე ჩემში ეს ღმერთიშვილობა რეალიზდეს. ერთ-ერთი რაც არის ის, რომ ეშმაკისგან დამიფარებ, რომ ეშმაკს ეს არ უნდა. და ის ისეთი ტიპის განსაცდელებს მივლენს, რომელიც დაძლევაც მე შეიძლება ვერ შევძლო. მაინტერესებს ბოდიშის მოხდით გთხოვთ მოკლედ ინსტინქტის ირგვლივ ეს გზნობა, ანუ ინსტინქტის შესახებ აინტერესებთ. არის თუ არა ნამდვილი, უფრო ზუსტად დედის ინსტინქტი, რომელიც მე ძალიან მოზღვავებით მაქვს. მე ვფიქრობ, რომ ადამიანში არის ეს ცხოველური ნაწილიც, მათ შორის ინსტინქტი და თუ ის ინსტინქტი, ანუ ჩემში ცხოველური ნაწილი, თუ არ ეწინააღმდეგება თავარ საზრის, მაშინ ეს ინსტინქტი დასაშვები და ნორმალურია. ნახეთ, ადამიანში არის ცხოველური მთელი რიგი ინსტინქტები, მაგალითად, კვების, ძილის, რეპროდუქციის. თუ ეს ინსტინქტები არ არის დესტრუქციული, თავარის ცხოვრების მიზნისაკენ სწრაფაში, ამ გზაში, ანუ არ ეწინააღმდეგება, არ ჩაიხერგება ჩემსა და ღმერთს შორის. თუ ინსტინქტი არ შახერგავს გზას ჩემსა და ღმერთს შორის, მათ შორის რეპროდუქციული ინსტინქტიც, რომელიც ცოლქმრობაშია მნიშვნელოვანი. ასე დროს ინსტინქტი არის ღვთის ინსტრუმენტი ამ შემთხვევაში და იგი ესე იგი სათნოებაა და სიკეთეა. მათ შორის რა თქმა უნდა დედის ინსტინქტი. მაგრამ თუ დედის ინსტინქტი გამოვიდა კონტროლიდან, ისე როგორც რეპროდუქციული ინსტინქტი გამოვიდა კონტროლიდან და ადამიანი ყირაზე დადგა, ან კვებითი ინსტინქტი გამოვიდა და ლუარსაბად იქცა ადამიანი, ან დედობრივი ინსტინქტი გამოვიდა და გაიზარდა შვილი, მოიყვანა ცოლი და ვერ ვიტან რძალს, იმიტომ რომ ესე იგი ჩემ შვილს ამდენი როგორ შეიძლება რომ ამდენი შრომა დააწვათ. მოკლედ რა, ესე იგი ჩემი პატარა ბიჭუნა რა დღეში ყავს იმ ქალს აგერ. ნუ ხო ხდება ეს რა, მაგით ჩემზე მეტი თქვენ იცით რა. დედობრივი ინსტინქტი, მე აი სიდედრისა და დედამთილის სინდრომი რა. ხშირად ხუმრობ ხოლმე რომ სიდედრობა პროფესიაა ჩვენს ქვეყანაში რა. ალბათ აქაც არ ვიცი. ხო და სასაცილოა ხოლმე თან სამრელოში რო ხდება, ესე იგი ქმარი მისი ცოლი და
ესე იგი ქმარის დედა, ანუ დედამთილი სამივე ჩემი ბრევლის წევრები რო არიან და აღსარებელი, მაზიერებელი და ერთმანეთთან ჩხუბობენ. ერთმანეთს რო ასმენენ. კომედია. ხო, ამ დროს აქ ხდება ინსტინქტია რა, კონტროლიდან გამოსული და ყველაზე მაღლა დგას ჩვენი ეს უმთავრესი ღირებულება, რომ ქრისტესნი ვართ და იმის მიხედვით უნდა განსაზღვროთ ყველაფერი. მთელი ჩვენი პრობლემა რაშია? მაგ კომუნიკაცია შენთან ურთიერთობა და ჩემი სიტყვა, ჩემი ქმედება, ჩემი ემოცია, ჩემი გრძნობა არ არის თანხმედრაში ღვთისნებასთან. და რაც არ უნდა დარწმუნებული ვიყო, რომ მე მართალი ვარ, უნდა მოვიკვეთო, რომ მასთან თანხმობაში არ არის. ეს არის ქრისტიანობა. აბა, და ყველა თავის ჭკუაზე არის და უფლისნება არ აინტერესებს, მერე იწყება ყველაფერი. პრობლემები. როგორ უნდა მოვიყვანო ცხოვრებისეული და მარადიული მიზნები ერთმანეთთან ჰარმონიაში, ისე რომ ორივე წარმატებით მივახციოთ. ანუ ცხოვრებისეული და მარადიული მიზნები და ღირებულებები ჰარმონიაში. იცით, სინამდვილეში პრობლემა ადამიანის არასწორი ხედვა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ღმერთმა ამ ცხოვრებაში რატო მოგავლინა? და ადამიანად მოგავლინა. არაფერი ადამიანური, ასე პირდაპირ გაგებით. ღვთაებრებს არ ეწინააღმდეგება. თქვენ იცით მაგალითად, რომ ეკლესიის კანონიკაში არის ესეთი კანონი, ჟულის კანონში, რომ ვინც ცოდვად შერაცხოს ხორცის ჭამა, ღვინის დალევა და ქორწინება, აი ზოგი არ ქორწინდება, ზოგი ხორცს არ ჭამს და ზოგი ღვინოს არ სვავს. ეგ კი არ არის პრობლემა. პრობლემა ცოდვად შერაცხოს. ანუ იტყვის, რომ როგორ შეიძლება ხორცის ჭამა გაცოს, ცოდვა. როგორ შეიძლება ღვინის დალევა? სიმთვრალეს არ გულისხმობ ღვინის დალევა. ცოდვა. როგორ შეიძლება ქორწინება გაცოს, ეგ ცოდვა. ასეთი ადამიანი თუ ერის კაცია უზიარებლობით დაისაჯოს, ანუ უზიარებლობა ფაქტობრივად ეკლესიიდან განშორებას ნიშნავს, ხოლო თუ მღვდელია განიკვეთოს ღვთლობით. ანუ გესმით, არაფერი მიწიერი რაც ღმერთმა ასეთად შექმნა ადამიანი, პრობლემა არ არის. უბრალოდ ადამიანმა არ უნდა ჩაანაცვლოს ერთი მეორეს. ადამიანი პარალელურად, აი როგორც მაგალითად, ეხლა მე რაც თქვენთან აქ ვარ და ვიმყოფები და ვსაუბრობ, დამერწმუნეთ, რომ არც სუნთქვა შემიწყვეტია და არც გულისცემა. ასევე არ უნდა წყდებოდეს სულიერი ცხოვრება ადამიანში. ეს პარალელურ რეჟიმში უნდა მიდიოდეს. ეს ისწავლება, ეს უნდა ვისწავლოთ ჩვენ. გესმით? და ამიტომ თუ ადამიანი მოახერხებს იმას, რომ მიწიერი და ღვთაებრივი გააერთიანოს და ამის ნიმუში სადა გვაქვს? თავად ღმერთი მოვიდა ადამიანი გახდა. გესმით? და ღმერთმა და იესო ქრისტემ, რომელიც ღმერთიც არის და ადამიანიც ერთდროულად გვანახა, რომ შესაძლებელი კი არ არის. ეგ არის ცხოვრება, ეგ არის ყოფიერება. გესმით? და პრობლემა არის იქ ჩნდება, როდესაც ადამიანი ერთით ჩაგრავს მეორეს. ხო, ამიტომ ჩვენ თუ ამას ვისწავლით, მაშინ პრობლემა აღარ იქნება. რა თქმა უნდა, აქ საუბარი არ არის ცოდვაზე, იმიტომ რომ ცოდვა დესტრუქციულია ადამიანისათვის, ადამიანის პიროვნული განვითარებისათვის და მით უმეტეს მარადიული სიცოცხლესათვის. იმიტომ რომ ცოდვა ეს არის აცდენა ღვთისნებისგან. და ღმერთი არის სიცოცხლის წყარო, მას წდები, ვერ იქნები კარგად რა და ეს კარგად ვერ ყოფნა ნაყოფს იღებს ზოგ შემთხვევაში ერთ დღეში და ზოგჯერ 100 წლის მერე, მაგრამ ის უღმერთობა აუცილებლად თავის ნაყოფს გამოიღებს თავის დროს. როგორ დავძლიოთ წყენა, რომელიც ახლობელმა მომაყენა. გული მატკინა ძალიან. უნდა აპატიო შენც ძალიან. ნახეთ, მიმტევებლობა ეს ჩვენი თავისუფალი არჩევანი არ არის. თავისუფალი არჩევანი არის იქ, როდესაც მე ქრისტეს ვირჩევ, ან ქრისტეზე უარს ვამბობ. იქ არის თავისუფალი არჩევანი. როდესაც მე ქრისტეზე თანხმობა ვთქვი, ეს ნიშნავს, რომ მე მას უკვე ვემორჩილები და ის მეუბნება, რომ უნდა აპატიო. უბრალოდ ხშირად ადამიანებს არ ესმით სიტყვა პატიების მნიშვნელობა. აი მაგალითად, ადამიანმა რაღაც დამიშავა. მე მას უნდა ვაპატიო ნიშნავს იმას, რომ ბოროტებაზე ბოროტებით არ გადაუხადო
ბოროტება არ ვუსურვო, თუ წაიქცა ხელი მოუკვიდო და წამოვაყენო, თუ მოშივდა საჭმელიც კი ვაჭამო, მაგრამ ეს უბრალოდ არ ნიშნავს, რომ მე მასთან ურთიერთობა მქონდეს მეგობრული. ანუ შეიძლება მასთან ურთიერთობა ჩემთვის აღმოჩნდეს დესტრუქციული, შეუძლებელი იყოს. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ის ადამიანი მე უნდა მიყვარდეს მაინც და ეს სიყვარული ნიშნავს არა მას მისდამი ემოციურ დამოკიდებულებას, რომ ის გარეშე ვერ ვძლებდე, არამედ იმას, რაც გითხარით. ბოროტებაზე ბოროტებით არ პასუხობ, მას თუ რამე ბოროტება აქვს, ღვთის წინაშე ვავედრებ, უფალო შეეწიე და სინანული მიეცირო, არ დაიღუპოს, თუ პრობლემა შეექმნება და პრობლემა ბოროტებაში თუა პრობლემა აქვს, მეცოდებოდეს და თუ წაიქცევა წამოვაყენო. აი ეგ არის. და ის რომ არ ვაპატიო და შური ვიძიო და ბოღმა მქონდეს, ეს შენთვის ხდება დესტრუქციული, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ჩვენ გვაქვს ვალდებულება ღვთისნების აღსრულებისა და უფალი გვეუბნება, რომ მუდმივად ვაპატიოთ, წერი გვიყვარდეს და ვიყოთ ისეთი გულმოწყალენი, როგორც ზეციური მამაა გულმოწყალე. აი ეს გულმოწყალება არის ვალდებულება, ეს ქრისტეს თვისებაა. შენ თუ გინდა რომ ცხოვრდე, ქრისტეს უნდა გავდე. და თუ ეს არ გინდა, ქრისტიანი არ ახარ და თავი არ უნდა მოიტყვილო. აი ესე უნდა შეხედოთ ამას. როგორ ავხსნათ უცხოელებს, რომ მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი გზა არის. ამ გზაზე თავად უნდა იდგე და დამერწმუნოთ, ადამიანი, რომელიც ამ გზაზე დგას, ის ადამიანი შინაგანი ნათლით ანათებს, იმიტომ რომ მართლმადიდებელი ნიშნავს არა რელიგიურ კონფესიას, არამედ ნიშნავს იმ საიდუმლოების აღსრულებას, რომელიც პავლე მოციქულის მიერ ასე გამოითქმება ქრისტე თქვენში. და შენში როცა ღმერთია, შენ ანათებ იმ შეუქმნელი ნათლით, რომელიც ფიზიკური თვალით არ ეხილვება, მაგრამ ის ადამიანთაგან ინტუიციით შეიგრძნობა. და შენ თუ ასე ცხოვრობ, დამერწმუნდა რომ შენს გარშემო მყოფი ადამიანებისათვის ხდები საინტერესო მხოლოდ იმ ადამიანებისათვის, ვისთვისაც ცხოვრების საზრისი მნიშვნელოვანია და ფიქრობს ამაზე. ხოლო თუ ადამიანისათვის ცხოვრების საზრისი მნიშვნელოვანი არ არის და ფიქრობს დღევანდელი დღით, რა ვჭამო, რა ვსვა და რა წარმატება მქონდეს და კარგად გავსუქდე, კარგად ვიკვებო, კარგად ავღზარდო, კაი განათლება მივცე შვილებს და არ ფიქრობს მათ მარადიულს ხვედრზე. როცა ადამიანის ჰორიზონტი ჩაკეტილია ამ ადამიანის ნებით, სასწაულებით რომ მოუხდინო, სასწაულები. ქრისტე რომ მოვიდეს და გამოეცხადოს არაფერი შველის, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, მარადიული სიცოცხლე ადამიანის არჩევანი. ამიტომ პასუხი ეგ არის, შენ უნდა იყო ქრისტიანი და ანათებდე და ეხლა ჩემი პასუხი, მე ამდენი ვილაპარაკე, გავაფორმე რაღაც სიტყვებით, თორე სახარებაში წერია ეს. იყავით ნათელი ამას სოფლისა და ისე მწყინავდეს ნათელი თქვენი, რომ იხილავენ რა ნათელს ადამიანები, მათ გაუჩნდათ სურვილი ღვთისდიდების. ნახეთ, მე სპეციალურად არ თქვი, რომ მართლმადიდებლობა დაუმტკიცე რაღაცით ან რაღაცა დოგმატური სწავლებით, საღვთისმოწყალო განათლებით, არაფერი არ მithქვავს ასეთი. ეს არაფერი არ მუშაობს. დიახაც, მართლმადიდებლობას უნიკალური ღვთისმეტყველება აქვს, უნიკალური დოგმატური სწავლება აქვს. მეცაც გეტყვით, მსგავსი არ არსებობს უბრალოდ. არათუ სხვა რელიგიებში, სხვა დენომინაციებში, სხვა კონფესიებში არ არსებობს. ეს უნიკალური, დიდებული, ფილოსოფიური თვალსაზრისით ყველაზე ლამაზი სწავლება აქვს, მაგრამ ეს არ მუშაობს. მუშაობს მხოლოდ ერთი რამ, პირადი მაგალითი და მაგალითი არაზნეობრივი. ახლა ქვებს თუ ისვრი და უზნეო ხარ, ახლა ქრისტიანიც როგორ ხარ? აქ ზნეობრივ მაგალითი არ არის საქმე. შენში უნდა იქნას შეუქმნელი ნათელი თვალისათვის უხილვარი, რომელიც ნიშნავს ქრისტეს შენში და ეს აუცილებლად განიცდება ინტუიციურად იმ ადამიანებისგან, ვისშიც მეტნაკლებად ამის შესაძლებლობა არსებობს. ეს არის მისიონერობის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი. იყავით ნათელი ამას სოფლის. ფიქრობთ თუ არა, რომ სწორად ამ გულის სიტყვის და ემოციური ფიქრების სწორად გასაფილტრავად, სწორედ ემოციური ინტელექტი არის საჭირო და არის თუ არა რწმენა, ეკლესიაში სიარული და განათლება ინტელექტის გარეშე არის არასრულფოსოვანი და დამაბკოლებელი ჭეშმარიტებისა. შემეცნებისთვის. ასე იგი, აქ როგორც გავიგე, არის კითხვა რა შემდგომარეობს, რომ თუ ადამიანს სულიერი ცხოვრება სურს, რამდენად მნიშვნელოვანია ინტელექტი. იცით რა შეასაქმე, როცა ჩვენ ესე ვსაუბრობთ
თითქოს ადამიანს რაღაცა ვაკნინებთ და ადამიანი რა ვინმე არის უინტელექტო და უკაცრავად უტვინო ან სულელი ადამიანი ყველა გონიერია სულიერი ცხოვრება ხდება მთელი ადამიანის მიერ არ შეიძლება ადამიანმა აი როგორც მაგალითად ცოლქმრობა რა არის ეს არის ურთიერთობა გულისმიერი ეს არის ურთიერთობა გონებისმიერი ეს არის ურთიერთობა ფსიქოემოციური და ეს არის ურთიერთობა ფიზიკური რომელიმე მათგანს გამოაკლებ და უკვე ეს ჰარმონია ირღვევა და პრობლემები ჩდება, ხო სწორია. ასევე ღმერთთან ურთიერთობაში მთლიანი არსება ისწრაფვის, მთლიანი ადამიანი ისწრაფვის. და ამიტომ ადამიანი, რომელიც თქვათ, ცდილობს იყოს ქრისტიანი და მისი რელიგიურობა და სულიერი ცხოვრება ვლინდება მარტო ინტუიციაში, რელიგიურ ინტუიციაში და წარმოდგენა არ აქვს. ესე იგი ქრისტემ რა თქვა და რა უნდა და ეს არის ხო ღვთისმეტყველება ეგ არის რა უნდა ქრისტეს რა უნდა ღმერთს რომელიც მოვიდა ადამიანად და თქვა აი ეს მნებავს მე რა უნდა ქრისტეს რა დამავალა რა ესე იგი რისკენ მიმითითა ეგ არის ღვთისმეტყველება ხო რა მიზანი დამისახა და ამ მიზნის მიღწევის როგორი გზები წარმომიჩინა ჩემ თვალწინ ეს არის ღვთისმეტყველება დღეს თუ ადამიანმა არ იცის, აი მაგალითად, როცა ადამიანი ინათლება, აი ბავშვებს თავი დავანებოთ იქ პასუხისგებლობა ნათლიებზე და მშობლებზეა და ამას სამწუხაროდ ვერ ასრულებს. მაგრამ აი თქვა დასრული ადამიანს უნდა მომონათულა. ჩვენ ხო ვიცით ნათლობას წინ აუწყვის. აღთქმის დადება თქვა და გაცნობიერებულად და ერთ-ერთი რაც უძღვის, ეს არის წამსი უნდა იცოდეს. წამსი უნდა იცოდეს, ხა ლექსივით კი არ უნდა იცოდეს, ამაში კი არ არის საქმე. წამსი არის ქრისტიანული სწავლება შეკუმშული ფორმით. კონცენტრატია ქრისტიანული ღვთისმეტყველების. ესე იგი აქედან რა გამოდის ადასტურა? დიახაც ინტელექტი, ანუ ცოდნა, ინტელექტი, ნუ რა არის ინტელექტი ახლა? მაგალითად პეტრე მოციქულს კაცო რა ინტელექტი ჰქონდა, მეთებზე იყო რა, მეცნიერი იყო, ფილოსოფოსი იყო, რა იყო ვერ გავიგე. იონე მოციქულს რა ინტელექტი ჰქონდა? ბერძნულად წესიერად წერა-კითხვა არ იცოდა. მაგრამ მინდა წერა ამას დიდი წიგნი როგორც იონე მოციქულის სახარება. არავინ სოფლიოში არ მეგულება უფრო დიდი წიგნი როგორც იონე მოციქულის სახარება. დაწერა ადამიანმა რომელიც წესიერად ბერძნულად ვერ წერდა. ანუ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს რომ ყველა ადამიანში არის ის მინიმალური აზროვნების უნარი რომელთაც მას შეუძლია გზა გაიკვალოს მარადული ყოფიერებისკენ და სულაც არ არის აუცილებელი ფილოსოფოსი იყოს მაგრამ მთავარი უნდა იცოდეს. გასმის და ის მთავარი არის ქრისტე როგორც მიზანი და ადამიანს ყველას მეტნაკლებად აქვს ის გონიერება რომელსაც შეუძლია რომ ეს სრულად მიიღოს და შესაბამისად აქეთკენ ისწრაფოს და ხლა ადამიანს თუ არაფერი არ აინტერესებს და სახარებას არ კითხულობს, წმინდა მამებს არ კითხულობს, თავისი წმენა არ აქვს, არ იცის, ასეთი ადამიანი არ დგას ცხონების გზაზე და ვერ ჩავთვლით მას ქრისტიანად. ხო და ნუ ერთი რამე კიდე შემილია, ითქვას არსებობს სიმახინჯეები, არსებობს ბევრნაირი სულიერ ცხოვრებაში. ერთი სიმახინჯე თუ ის არის რომ ადამიანს ეს ინტუიცია აქვს და მოსვავებული გრძნობები და ეს გონია საკმარისი სიცოცხლის გარეშე არსებობს მეორე უკიდურესობა როცა ადამიანს არანაირი სულიერი ცხოვრების პრაქტიკა არ აქვს და ზერელად ეკიდება ამ პრაქტიკას ზერელად ეკიდება ეკლესიის ტრადიციას გამოცდილებას და მხოლოდ თეოლოგიური ცოდნა აქვს და თეოლოგიური ცოდნით უნდა გავიდეს გაღმა და ეს ხშირ შემთხვევაში არანაკლებ პრობლემებს ქმნის ეკლესიაში, ვიდრე ის პირველი შემთხვევა. არც ერთია მაცხონებელი, არც მეორე, ორივე მხარე ქრისტეს ცდება შეიძლება ასე ვთქვა. ცოდვის სიმძიმე როგორია ქორწინებამდე ურთიერთობა. თუ აქვს განსხვავება სქეს კაცია დაკავებული ამ ცხოვრებით თუ ქალი. სახარებაში წერია ესე ბიბლიაში უფრო სწორედ. არა იმრუშო. იქ არც კაცია დაკონკრეტებული და არც ქალი. არა იმრუშო, მორჩა. ადამიანის რეპროდუქციული უნარი არის ქორწინებისთვის. და არა სიძვისთვის. ადამიანის კვების უნარი არის მადლიერებით საკვების მიღებისთვის და არა ლუარსაბ თათქარიძეობისათვის. ორგანიზმისაგან სიამონების მიღების უნარი
არის ღვთის დიდებისათვის, როცა ღვინო ახარებს გულსა კაცისას და არა მემთვრალეობისთვის და ნარკოტიკული ცხოვრებისთვის. ადამიანში ეს მიზანსწრაფულობა არის ღვთის ძიებისთვის და სიკეთის კეთებისთვის და არა რაღაცა, ესე იგი, ბოროტებაში აღტკინებული, რაღაც ბოროტებისკენ აღტკინებული სწრაფისთვის და ასე შემდეგ. ეს არის და ცოდვა, ანუ გესმით როგორ არის? თუ ღმერთი არ არის, მაშინ ცოდვა არ არის. არ არსებობს ცოდვა, იმიტომ რომ ცოდვა რა არის? ცოდვის დეფინიცია რა არის? ჩვენ საუბრობთ ხოლმე, რომ აი თან ღმერთის გვინდა იყოს. თან ცოდვაც არ იყოს. ასე არ გამოვა. ცოდვის დეფინიცია რა არის? აი მაგალითად ათეისტები რო ვიყოთ ახლა ჩვენ ყველანი. ღმერთი არ არის და ათეისტები ვართ. რაც მსიამოვნებს და რაც სხვა სიამოვნებს, რატომ არის ცოდვა? პირიქით გავიხაროთ, მისიამოვნოთ, ერთმანეთსაც ვასიამოვნოთ და გავიხაროთ. რა პრობლემაა? ანუ გესმით, ანუ ჩვენ თავარია რომ ერთმანეთი არ დავაზიანოთ, იმიტომ რომ არსებობს სოციუმი, არსებობს ჰორიზონტი და ამ ჰორიზონტში ზნეობრივი ნორმები. რომელიც არის ცხოველებში როგორც არის რა. ცხოველებში ზნეობრივს არ უწოდებენ, მაგრამ რაღაც სოციალური კანონები არსებობს მაიმუნებში, მაგალითად რაღაც ჯოგებში, ბირთხებში, იმებში არსებობს, რაღაც ფუტკრებშიც კი და რაღაც გარკვეულ ზღვარს არ გადადიან, იმიტომ რომ ასეთ ანაარსებობენ. და თუ მე შენ არ გაზიანებ და შენ მე არ მაზიანებ, რაც გინდა ის გვიქნია, პრობლემა არ არის და პრინციპში იურიდიული სამართალი ხო ესე მუშაობს, იურიდიული სამართალი, ჰორიზონტზე. აქ ცოდვის ცნება არ არსებობს. ცოდვის ცნება იქ ჩდება, სადაც ჩდება ყოფიერების ვერტიკალი უკვე. არა ჰორიზონტი, არამედ ვერტიკალი. და იქ სადაც ჩდება შესაძლებლობა ამ ვერტიკალში ვერასვლისა გაწყვეტისა, კავშირის გაწყვეტისა ტრანსცენდენტულ ყოფიერებასთან. ცოდვა არის კავშირის გაწყვეტა მასთან, ტრანსცენდენტულ ყოფიერებასთან. და ამ შემთხვევაში, რადგან იგი ცოცხალია და პიროვნული არსება და ცოცხალია და თავისუფალია, მას ნებელობა აქვს, ხო? მისი ნება არის ამ შემთხვევაში განსაზღვრელი. მან თქვა, რომ ეს არის ცოდვა და დამთავრდა. მან თქვა, რომ ცოდვა არის სიძვა მრუშობა. დამთავრდა. რას ვეძიო? და ამ შემთხვევაში მე შემიძლია რომ მას ეს დაახლოებით ისეთი უფრო მეტი უგუნურობაა, ვიდრე მაგალითად გავაპროტესტო. ღმერთი არ ამწამს, კარგი, მაგრამ აი ვაპროტესტებ წეღანას გადავეკიდე, გრავიტაციას ვაპროტესტებ რა. ეხლა არ შემიძლია რომ მე აქედან ესე მე-9 სართულიდან თუ მე-10 სათამჯერიდან გავლივლივდე ესე და წავიდე? რა მაინდა-მაინც უნდა კიბეებით ჩავიდე, არ შემიძლია რომ აი ესე წავიდე? არ შეიძლება, იმიტომ რომ მოკვდები. არ შეიძლება მისი ნების დარღვევა, იმიტომ რომ მოკვდები. და ეს კიდე შეიძლება ეს თემა გაიშიფროს, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ნახეთ მე ბედნიერებას უწოდებ ადამიანურ ბედნიერებას თუ სწორად ვფიქრობ, იმიტომ რომ ჩემთვის ცხოველის ბედნიერება, აი მაგალითად ჩემ პირად აზრს გეტყვით. ჩემთვის პრიორიტეტი ცხოვრებაში ვერ არის ეს. იმიტომ რომ მე ბედნიერებას არ მანიჭებს პირუტყვული სიამოვნებები, მხოლოდ. გესმით? არ მანიჭებს, მე რაღაც სხვა არ არის ჩემთვის ცხოვრების აზრის ვერ იქნება ეს რა. გესმით? რაღაც სხვა რამე მინდა. სხვა მისწრაფებები მაქვს. რომ ადამიანი ესია. ანუ მე რო ბედნიერი ვიყო, რაღაც სხვა იდეურობა მჭირდება თქვათ, თუ ურწმუნო ვარ და რაღაც მე ადამიანი თუ ღმერთს იპოვის, მე და ღმერთის პოვნა ეს არ არის ინტელექტუალური პროცესი. ღმერთი ყოფილა. სამყარო ნახე როგორია, ესე იგი ღმერთი არის. ამ შემთხვევაში წმენა არის, როცა ცოცხალი კავშირი შედგება. ღმერთი ყოფილა კი არა და მივხვდი კი არა. ღმერთი თვითონ რო გიპოვის და შენ გულს შეეხება, ეს კავშირი რო შეიქმნა. როგორც კი ეს კავშირი აინთება შენში, მე აღმოაჩენ რომ მის გარეშე აღარ შეგიძლია თურმე ის ყოფილა სიცოცხლე. ის ყოფილა ცხოვრების საზრისი. გესმის და იმისათვის რომ მე ვიყო ბედნიერი და მე გავიგრო თურმე მისი ხატი და მსგავსი ვარ, თურმე მისი მსგავსი ვარ, თურმე მისი შვილი უნდა გავხდე და თურმე ბედნიერება არის ის რომ ვიცხოვრო ისე როგორც ის ცხოვრობს, ვიყო ისეთი როგორიც ის არის, როგორც იონე მოციქული ამბობს, რომ ჩვენ ვართ გარდავიცვლებით და თუ ვცხონდებით, ვიხილავთ, რომ როგორც ის ქრისტეა, ისეთები ვართ ჩვენ. და სადაც ის არის, ჩვენც იქ უნდა ვიყოთ. უფლის სიტყვებია გახსოვთ აპოკალიფში, მინდა რომ დაჯდე ჩემს მარჯვნივ, თითოეულ ჩვენგანს ეუნება.
როგორც მე ვზივარ მამის მარჯვნივ. აი გესმის ამაზეა ლაპარაკი. ეს მინდა მე, ეს არის ჩემი ცხოვრების საზრისი. და იმისათვის რომ ესე მოხდეს, ჩემი ენერგია ყოფიერების და მისი ყოფიერების ენერგია თანხwebdriverში უნდა მოვიდეს. ეს ენერგია არის ნებელობა. ამიტომაც არის რომ მე მინდა რომ მისი ნებით ვიცხოვრო. და არა ჩემი ნებით, რომელსაც ხან კუჭის ჭკუაზე დადის, ხან ჩემი სიამაყის ჭკუაზე დადის, ხან ჩემი ამბიციის ჭკუაზე დადის და ხან ქვენაგზნობის ჭკუაზე დადის, ჩემი ნება სულ ესია და არ მინდა კაცო რა დამღალა. ამიტომ ვითხოვ მამაოჩვენოში იყავ ნება შენი რა, იყავ ნება შენი, თორე დამღალა რა. ამასობაში ცხოვრება გადის, დაუბერდები ხვალე გარდავიცვალო უნდა. და ვერ მოვახდინე ჩემი მიზნის რეალიზება, ვიყო მასთან მისნაირი. და აი ეს ნებელობა, ეს თანხwebdriver ნებელობისა, ენერგიებისა, რომ მასთან ვიყო მისნაირად და ნახეთ, სხვა ბედნიერება არ არსებობს. აი აქ არის შეცდომას აკუშებენ ურწმუნოები. ადამიანები ფიქრობენ, რომ ღმერთის გარეშე არსებობს ბედნიერება. ღმერთის გარეშე ბედნიერება არ არსებობს, იმიტომ რომ ღმერთის გარეშე არ არსებობს სიცოცხლე. ღმერთის გარეშე არსებობს მხოლოდ ყოფიერი არსებობა ბიოლოგიური ინდივიდისა, ან ცხოველისა, ან მცენარისა, ან ქვისა, ლოდისა და ასე შემდეგ. სიცოცხლე ერთადერთი ეს არის ღმერთი. და თუ ჩემი ნება მის ნებასთან თანხwebdriverში არ მოვიდა, მე ცოცხალი ვერ ვიქნები. ვერ გარდავიცვლები სიკვდილისაგან სიცოცხლეში და ის ადამიანი, რომელიც ამას არ ითვალისწინებს, უფალი სახარებაში მას მკვდარს უწოდებს, თუნდაც ბიოლოგიურად ცოცხალი იყოს. გესმით, ამაშია საქმე. და ცოდვა რა არის, როცა მისი ნებასთან თანხwebdriverში არა ვარ მე. და ის მეუბნება, რომ არ შეიძლება მრუშობა. არ ვენდო? მე ხო მას ვიცი. ვიცნობ, მე ხამუშება ამის თქმა, ჩემნარი ცოდვილი კაცისთვის, მაგრამ რაღაც დოზით ხო ვიცნობ. და არ ვენდო, როგორ არ ვენდო, მისით სუნთქავ და მისით ვარსებო. გესმით? ამიტომ ცოდვის დეფინიცია არის მხოლოდ იქ, სადაც ღმერთი წამთ. და ღვთის ნებისაგან ნებისმიერი განდგომა არის კავშირის გაწყვეტა ვერტიკალთან. ამიტომ შენ გეჩვენება ეს რომ სწორია, სწორი არ არის, მოგწონს, არ მოგწონს. რაც მას არ სურს, რაც მას არ ნებავს, ყველაფერი ტრაგიკულად დამთავრდება ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, თორე ხა როგორც ცხოველისთვის კი ვიცხოვრების. ამაშია საქმე. მაინტერესებს აქვთ თუ არა სული ფრინველებს, ცხოველებს და თუ არა როგორ ცოცხლობენ. არსებობს ცხოველური სამშვენველი, რასაც ქვია, ცხოველის სული, რომელიც ფათაშორის მეცნიერებმაც კი არიციან ეს რა არის, მინდა გითხრათ ბოლომდე. მაგალითად დღეს ყველაფერს აწყობენ, მოლეკულებს აწყობენ, მოლეკულებს. აი რო ავიღოთ უჯრედი ხო მთელი ფაბრიკაა და მთელი სამყაროა. მეცნიერება რო ააწყონ ატომურ დონეზე, მოლეკულურ დონეზე, ყველაფერი რო ააწყონ, ის არ ცოცხლდება. ან თუ მოკვდება, ვერაფრით ვერ გააცოცხლებ. ანუ არსებობს რაღაცა, საერთოდ ეს ცხოველური, საერთოდ ცოცხალი ბიოლოგიური სიცოცხლე არის ძალიან ამოუცნობი. მაგალითად, ნახეთ, მათემატიკა საოცარ რაღაცებს აკეთებს. მათემატიკა ფურცელზე დაგიდებს მთელ კანონებს ყოფიერებისა. და წინასწარმეტყველებს მათემატიკა. მათემატიკას შეუძლია მაგალითად გითხრას, რომ ყოფიერებაში, ასტროფიზიკაში ან მიკროსამყაროში არსებობს აი ესეთი ნაწილაკები იარსებებს აუცილებლად, თქვათ ბნელი მატერია, ბნელი ენერგია, შავი ხვრელი, რაღაცებზე საუბრობს, მაგრამ კი არ უნახავს. ფარდობითობის თეორია, თქვათ ეინშტაინის და ასე შემდეგ, ეს კი არ უნახავს კაცო. იმას როგორ ნახავ? შეუძლებელია, მაგრამ მათემატიკურად დასტურდება და საოცრება ხდება წინასწარმეტყველობის თვალსაზრისით, რომ ხშირ შემთხვევაში მათემატიკას უთქვია, რომ ეს აუცილებლად იარსებებს, მაგრამ ვერ ნახულობენ. ცდით არ დასტურდება ჯერ, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარების შედეგად ცოტა ხანში დადასტურდა ის, რაც მათემატიკამ გიწინასწარმეტყველა. ანუ ისი თქვა მინდა, რომ მათემატიკა არის ენა, რომელზეც ღმერთმა ეს სამყარო დაწერა. აი თითქოს აი პროგრამისტი რო წერს თქვათ რაღაცა პროგრამას წერს და მე ეს ინტერნეტში მონიტორში ჩდება, ეს სიმულაცია ხდება და რაღაცა ეს რაც დაწერა ალგორითმი შეადგინა და ეს ყველაფერი მე რეალიზდება. მაგას მათემატიკა არის ენა, რომელზეც დაწერილია პროგრამა მთელი სამყაროს. და კაცობრიობამ ადამიანმა, რადგან ღვთის ხატი და მსგავსი აღმოაჩინა ეს ენა,
რომელსაც უწოდა მათემატიკა და მათემატიკით ყველაფერს საზღვრავს, საოცრებაა ეს. მაგრამ არის ერთი ნიუანსი. არ არსებობს მათემატიკური კანონი, ვერ მიაგნეს არაცოცხალი ორგანული ნივთიერება, როგორ ხდება ცოცხალი. აი ეს გადასვლა არ არსებობს. რადგან მათემატიკური კანონი არ არსებობს, ამიტომ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება სიცოცხლის რეანიმირება, თქვათ, როცა უჯრედი კვდება. გესმით? აი ეს არის. ამიტომ ცხოველშიც, ის ფრინველშიც ის რაღაცა არის, რომელსაც ვერ დააბრუნებ თუ ცხოველი და ფრინველი მოკვდა. ვერაფრით ვერ დააბრუნებ. ამიტომ დიახაც მას ბიბლია სულს უწოდებს. ბიბლია სულს უწოდებს. ოღონდ ეს ის სული არ არის, რომელიც ადამიანშია. იმიტომ რომ ადამიანი საერთოდ საიდუმლოებით შექმნილი არსება, იმიტომ რომ ადამიანში ხორცსა და სულის გარდა ღმერთის სუნთქვა და შემონახალი ღვთისმეტყველი, ნახეთ როგორ ამბობს ადამიანური ანთროპოლოგიას, როგორ ხსნის. ის ამბობს, რომ ადამიანი არის ღმერთის სული და ხორცი. არა სული და ხორცი, არამედ ღმერთის სული და ხორცი. რაღაც სხვა რამეა და ცხოველში არის ხორცი და რაღაცა შვინვიერი სული, რომელიც ღმერთის კანონია. და რაც შეეხება მათ ცხოველების ყოფნას მარადისობაში. ზოგი წმინდა მამა ამბობს, რომ მარადისობაში ცხოველები იქნებიან, ზოგი ამბობს, რომ არ იქნებიან. და ეს აზრი, რომ განსხვავდება ერთმანეთისაგან წმინდა მამების, არ ეწინააღმდეგება არსობრივად ქრისტიანობას, იმიტომ რომ ცხოველი იქნება თუ არ იქნება, ამის ცოდნა და ამის დაჯერება შენს მარადიულ ყოფიერებაზე გავლენას არ ახდენს. ეს შენ თუ გწამსო, შენი ცუგა იქ დაგვდება. შენ ან ვიღაცას წამს არ დახვდება, ხო? ამით მათი ქრისტიანობას არც ემატება, არც აკლდება, რაღაც ეგეთი. გამოცხადებით, ანუ ბიბლიაში, ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, რაც ჭირდება ჩვენს პირად კავშირს ღმერთთან. დანარჩენი ჩვენთვის დაფარულია. თუ ადამიანმა იცხოვრა ისე, რომ არ დადიოდა ეკლესიაში, მაგრამ მთელი ცხოვრება იცხოვრა ქრისტიანულად. აი, ნახეთ, მე წეღან დასაწყისში გითხარი. ტერმინოლოგიებს დაუკვირდით. აი ნახეთ. ჯერ ამბობთ, რომ ადამიანმა, პირველი სიტყვა ადამიანი, რა არის ადამიანი? რას უწოდებთ თქვენ ადამიანს? ნუ ვიფიქრებთ, ეს კითხვა უადგილოა. მაგალითად, ესე იგი, მარქსი ადამიანს სოციალურ ცხოველად თვლიდა. და თვლიდა, რომ ის მაიმუნისგან წარმოიშვა. თუ შემთვლი, რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა, სხვა დატვირთვას ანიჭებ ამ სიტყვას. ანუ ცხოველი თუ არა? ნუ განვითარებული, მაგრამ ცხოველი. რას ნიშნავს განვითარებული ცხოველი? იმას, რომ საფლავში რომ დადო ადამიანი და გვერდზე ორ აგუტაგი მიუწვინო, 500 წლის მე რო გახსნა, მხოლოდ ის მიხვდება, ვინც ის არის, რა ქვია, ბიოლოგია. ჩვენერი ადამიანმა შეიძლება ვერც კი მიხვდეს, რომელია მაიმუნი, რომელი ადამიანი. გესმით რა შეასაქმე? სიკვდილი ათანაბრებს მაიმუნს და ადამიანს. აი ეს არის ხედვა ათეისტისა. ანუ რაც არ უნდა რაღაცა ილაპარაკო, რას ლაპარაკობ, კაცო, მე ადამიანი ვარ, ათეისტი ვარ, მაგრამ ადამიანი ვარ. ესმის და ადამიანური ღირსება, რა ღირსება კაცო, 3 კილო ძვალი ჩდები, გარდაცვალების მერე ცოტა ხანში და შენ და მაიმუნის ზულებს ვეღარ გაარჩევს ვერავინ. რაზე მელაპარაკები საერთოდ? 1 მილიარდი წლის მერე, ნუ ძალიან შორს არის ახლა მაგას როგორ ვინერვიულობთ, მაგრამ დედამიწაზე 1 წვეთი წყალი აღარ დარჩება. არც ერთი ოკეანე არ იქნება. იმიტომ რომ დედამიწა კარგავს ჟანგბადს. ჟანგბადის დაკარგვით იკარგება საბოლოო ჯამში წყლის რეგენერაცია აღარ ხდება. ანუ გესმის ყველაფერი მიდის ენტროპია რა არის, ყველაფერი განადგურდება, ყველაფერი გაქრება მატერიალური. რაზე მელაპარაკებით? ამიტომ ჯერ უნდა გავიგოთ ადამიანში რას გულისხმობ. ეგ ერთი. მერე იცხოვრა ისე რომ არ დადიოდა ეკლესია. რას ნიშნავს ეკლესიაში? ეს ტერმინი რამდენად სწორად შეიძლება ეს ტერმინი სადმე წმინდა მამასთანაც კი ნახოთ, მაგრამ რა იგულისხმება ამაში? დადიოდა ეკლესიაში. მაგალითად, ჩემი შვილი რო წამოიზარდა, გახდა 16-18 წლის, 8 წელი ვატარე სამედიცინო ინსტიტუტში. როგორი ექიმია? არა, რა ექიმი ვატარე რა, დილას დავტოვებდი, საღამოს მოვდიოდი და იდგა იქ დერეფანში. რას ნიშნავს ვატარე სამედიცინო ინსტიტუტში? რას ნიშნავს დადიოდა ეკლესიაში? რა არის ეკლესია? რას ნიშნავს დადიოდა ეკლესიაში? ეს ტერმინოლოგიური ის როგორ არის, ხო?
დადიოდა ეკლესიაში. მაგალითად არსებობს ასეთი ტერმინი ბიბლიაში, დადიოდა ღვთისწინაშე. რას ნიშნავს დადიოდა ღვთისწინაშე? ეს დადიოდა რა არის? დადიოდა, მიდიოდა, მოდიოდა თუ ცხოვრების წესი. ბიბლიური დადიოდა არის ცხოვრების წესი. ყოფითი დადიოდა არის მიდიოდა, მოდიოდა, სამთელს დაანთებდა, გამოვიდოდა. გესმით? ეხლა ეკლესია რა არის? სადა როგორ შეიძლება ეკლესიაში შეხვიდე? როგორ აი კაცო სვეტიცხოველში მიდიოდა, სვეტიცხოველი ტაძარს გულისხმობ, დიახ. და ფიქრობთ, რომ სვეტიცხოვლის დიდი ტაძარი, რომელზეც დიდი საქართველოში არაფერი გვაქვს, ის ეკლესიაა? ტაძარი არ არის ეკლესია. არ არის ტაძარი, ტაძარი ტაძარია. ეკლესია. ხანდახან ტაძარს ეკლესიას რო უწოდებთ? კი, მაგრამ დადიოდას ხანდახან უწოდებთ, რომ დადიოდა, მაგრამ ბიბლიური გაგებით დადიოდა ცხოვრების წესია. რას ვგულისხმობთ ეკლესიაში? ვიცით თუ არა პავლე მოციქული რას გულისხმობს ეკლესიაში? რა გურ განმარტავს? ნახეთ კიდე. მე ვაგზელებ. მთელი ცხოვრება უბრალოდ არ დადიოდა. დადიოდა, არ დადიოდა, კი ბატონო. მთელი ცხოვრება იცხოვრა ქრისტიანულად. რას ნიშნავს ქრისტიანული ცხოვრება? ახლა მაგალითად, მე ვარ თქვა კეთილი ადამიანი. იმდენი რა უთხარი ჩემ თავს, მაგრამ თქვა ვარ კეთილი და ვარ ქრისტიანულ კულტურაში. ჩემი ახლობლები ამბობენ, ვაიმე, ესე იგი ეკლესიაში არ დადის, მაგრამ როგორ ქრისტიანულად ცხოვრობს, იცით? ეხლა ვარ აზერბაიჯანში, მაგრამ კეთილი ადამიანი ვარ. და ეხლა ის ჩემი მეგობრები, ისე რა მეჩეთში არ დადის, მაგრამ როგორი კარგი მუსულმანია, იცით? ახლა ვარ იმაში, რა ქვია, სადღაც, რა ვიცი, ჩინეთში, იმაში, ტიბეტში. მაგრამ არსად არ დავდივარ იქაც და ახლობლები როგორი არ დადის არსად იქ ბუდისტურ ტაძარში, მაგრამ როგორი კარგი ბუდისტია, იცი? ანუ რითი აფასებთ ჩემს ქრისტიანობას, ჩემს რომელიმე რელიგიურობისად მიკუთვნილებას, რომ კარგი ადამიანი ვარ? და მაშინ კითხვა შევატრიალო, ცუდი რატო უნდა იყო? რატო გგონია რომ ცუდი რო არა ვარ? ანუ კაცს არ კლავარ, ვანადგურებ, ცოლს არ ვღალატობ, რაღაც საშინელებას არ ჩავდივარ, კორუფციაში არა ვარ, სამშობლოს მოღალატე არა ვარ. რატო თვლით, რომ თუ ასე არ ვიქცევი და თუ ცუდი არა ვარ, მეკუთვნის აპლოდისმენტები. შენგან და ღმერთისგანაც კი, ბიჭო, ცუდი არა ხარ და რა მაგარია. ქრისტე ხო საინტერესოა რას ამბობს ამასთან დაკავშირებით. ქრისტე ამბობს, რომ როცა შენ სიკეთეს აკეთებ, ჩემგან მადლობაც ნახე რას ხო, აი ქრისტე სიყვარულია ყველაფერს მაპატიებს და უფლის სიტყვებია, ნახე პრინციპული. როდესაც თქვენ სიკეთეს აკეთებთ, ჩემგან მადლობაც არ გეკუთვნით. რა თქმა უნდა ეს გეხამუშება, კარგი რა უფალო, რატო არ მეკუთვნის? იმიტომ აგრძელებს, რომ შენ მოვალეობას ასრულებ. თურმე სიკეთის ქმნა ადამიანის ბუნების ვალდებულება. ისე როგორც სუნთქვა, გულისცემა, ისე როგორც ფუტკრის მიერ თაფლის კეთება, ძროხის მიერ ძის მოწვევა და ასე შემდეგ. ეს არის ადამიანური ბუნების ვალდებულება. ხოლო ადამიანი თუ ბოროტებით ცხოვრობს, ის ადამიანური მდგომარეობის ქვედა ზღვარის ქვემოთ იმყოფება და ადამიანურ სახეს კარგავს. გესმით რა შეასაკ? ლუარსაფრთხე, აი კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ყველას გეჩვენოთ კაცი ადამიანი. აღმოაჩენთ რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც არაფერი ცუდი არ გაუკეთებია. უსაყვარლესი კაცი იყო. წაიკითხეთ და თუ მოგინდებათ რომ ეგეთი იყოთ. და თუ ესე იგი იტყვით რომ სხვათა შორის რელიგიური ადამიანი იყო, წირვალობსაც არ აცდენდა, ესეც მინდა გითხრათ. ანუ აი ამისგან განსხვავებით ეკლესიაშიც დადიოდა. ანუ რას ნიშნავს იყო ქრისტიანული ცხოვრება? რას ნიშნავს? კითხავთ თქვენ გიბრუნებთ, მაგრამ პასუხებს არ აქცევთ რატომღაც. გიბრუნებთ კითხვას. მუდამ შრომაში, სიკეთის თესვაში, ადამიანების დახმარებაში გაატარა ცხოვრება. ერთ-ერთი ყველაზე მახასიათებელი მუსულმანისთვის, ისლამური რელიგიის წარმომადგენლებისათვის არის ქველმოქმედება და ადამიანების დახმარება. ფანტასტიკურად აკეთებენ ამას და მე მინდა გითხრათ, რომ ხშირად ჩვენ ქრისტიანებსაც კი გვჯობიან ისინი. მაგრამ ჩვენ ხო არ ვამბობთ, რომ ისინი ქრისტიანები არიან. გესმით, ხო არ ვამბობთ ამას. ისინი არიან რომს უთხრა, ქრისტიანი ხარო შეიძლება თავში რაღაც ჩაგარტყას. კაცო, არა, გეტყვის, მე მუსულმანი ვარ. და სიკეთეს შეიძლება ძალიან ბევრჯერ გაჯობოს. იმიტომ რომ მათ რელიგიაში ეს გააქტიურებულია ეს მხარე ძალიან, რომ აი ქველმოქმედება და სიკეთე. 10 მცნება თითქმის არ აი ეს თითქმის არ დაუღვევია, რას ნიშნავს? რას ნიშნავს ეს თითქმის არ დაუღვევია?
თუ 10 და რომელი დაარღვია, ესეც ხო საინტერესოა. თითქმის არ დაარღვევია და ყოველი დღე მამაოჩვენოს ამბობდა. ყოველი დღე მამაოჩვენოს ამბობდა. აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია. როცა ლოცვის დროს სიტყვას ვამბობ და შესაბამისად არ ვცხოვრობ, აი ლოცვის დროს ვამბობ სიტყვას და შესაბამისად არ ვცხოვრობ, ანუ იმის რეალიზებას არ ვახდენ ჩემი ნებისყოფით, რასაც ვამბობ, ეს ლოცვა არ არის. ეხლა სიმონ ახალი ღვთისმეტყველის სიტყვას გეტყვით. ისი არაფერი არ ანრისხებს ღმერთს, როგორც გაუაზრებლად წარმოთქმული სიტყვები. ხო საინტერესოა. ეხლა ნახეთ მამაოჩვენოში. წერია პური ჩვენი არსობისა მომეთ ჩვენ დღეს. როცა შენ ამბობ მამაოჩვენოს და ამბობ ამ სიტყვას პური ჩვენი არსობისა მომეთ ჩვენ დღეს, ფიქრობთ ეს რას ნიშნავს? სახარებაში ვკითხულობ. მე ვარ პური, რომელიც გარდა მოვხედ ზეცით. ანუ თუ შენ ქრისტესთან ზიარებაში არ ახარ, მე ვარ პური, რომელიც გარდა მოვხედ ზეცით. ეს არის ჩემი პურზე ამბობს, ეს არის ჩემი ხორცი, ეს არის ჩემი სისხლი, აკურთხებს, მიიღეთ, ჭამეთ, ვინც ამას არ შეჭავს მასთან, მე არ ვიქნები და მასთან არ იქნება მარადიული სიცოცხლე. ანუ თუ უზიარებელი ხარ, შენთვის მამაჩვენოს თქმას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ პირველი სიტყვა შენი და ღმერთის მამაშვილობა არ რეალიზდება. განა იმიტომ რომ ესე იგი შენ რაღაცა ცუდი ხარ, უბრალოდ ღმერთს არ უჯერებ, გესმის? აი არ უჯერებ ღმერთს. და იმ სიტყვით, რომელიც მან მოგიტანა, რელიგიურ გზნობებს იკმაყოფილებ, ეს რამდენად სწორია. რას ნიშნავს მამაოჩვენოს ამბობდა, როცა არაფერს არ ასრულებდა? იმიტომ რომ მამაოჩვენოს შესრულება ეკლესიურობას ნიშნავს, იმიტომ რომ ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, სადაც ეზიარებიან, ეს არის მართლმადიდებელი ეკლესია. და მაზიარებელი ადამიანი არის ის, ვინც ეკლესიაში დადის, ანუ ღვთის წინაშე დადის. ეს მინიმუმ, მარტო ეგ არ არის საკმარისი. ეს მინიმუმ. გესმით, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამის ბოლომდე გააზრება. და მე ბოლოს ასეთი კითხვა, ასეთი ადამიანი ცხონდება, აი ვინ ცხონდება და ვინ არ ცხონდება, ეს კიდევ მხოლოდ ღმერთმა იცის. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმაზე, რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ, ღმერთმა რა გვითხრა, აი ასე მოიქეცე. მე მითხრა თეოდორე, თქვათ ყველა ადამიანს, ასე მოიქეცე, ეს არის ჩემი ნება. იყავ ნება შენი, გახსოვთ მამაოჩვენოში. იყავ ნება შენი. იყავ ნება შენი, ვამბობ 10 წელი, 20 წელი, რო გამოგეცხადოს და გითხრას, რომ თხოვო იყავ ნება შენი. ერთხელ მაინც გიკითხავს რა არის ჩემი ნება. ესმის, აი ამაზეა საუბარი, მე როგორ ვიცხოვრო თორე. ამის მერე უკვე არის მისი უფლება მოვალე, მისი უფლება მოსილება. ანუ მე უნდა ვიცხოვრო ასე, თუ ქრისტიანი ვარ და უფლება მოსილება ჩემი ცხონებისა მის ხელშია და აი ეს ჩვენ ერთმანეთს ამას ვერ ვკითხავ, ეს ღმერთის ხელშია. მაგრამ მე მაგალითად როდესაც ეკლესიის გარეშე ვიქნებოდი, ვერ დამშვიდდებოდი, იმიტომ რომ ეკლესიის წიაღში მყოფსაც კი ღმერთის იმედი მაქვს, თორე ხედავ, რომ არც ისე იოლია, რომ ღმერთის შვილი იყო. როგორ დავუახლოვდეთ ღმერთს? სახარება მოგლა პასუხები, აღარ ჩაუყავდეთ. ვიკითხოთ სახარება და აუცილებლად წმინდა მამები, ვისწავლოთ ლოცვა, მათ შორის გონიერი ლოცვა, ვეზიარებოდეთ ხშირად და გავერთიანდეთ ეპისკოპოსის გარშემო, იმიტომ რომ აბსტრაქტული ეკლესია არ არსებობს. ეკლესია არის იქ, სადაც არის ქრისტეს ეპისკოპოსი. პატრიარქის ბრძნული კურთხევით არსებობს ემიგრაციაში ჩვენი საეპისკოპოსოები. თქვენი ეპისკოპოსის გარშემო გაერთიანდით, ლოცვით, წმინდა წერილის და წმინდა მამების კითხვით, ევქარისტიული ანუ ზიარებითი ცხოვრებით და ერთმანეთისადმი სიყვარული და განკითხვას დავანებოთ თავი, ერთმანეთის განკითხვას. მოვეფეროთ ერთმანეთს და მაშინ დავუახლოვდებით ღმერთს. იცით როგორ არის, ღმერთს ვერ დავუახლოვდები შენით. ნახეთ ადამიანის ის მიწიერი სამყაროს და მიწიერი კანონების ხუბში და ღმერთი არის ტრანსცენდენტული. შენ არ შეგიძლია გაარღვიოს. ანუ შენის თვითმფრინავი ხარ, რომელიც კოსმოსურ სიჩქარეს ვერ მიიღებს და ესე იგი ორბიტაზე ვერ გახვალ. შენ გჭირდება ღმერთის დახმარება. და ეს დახმარება თვითონ მოვიდა, შემოვიდა, ადამიანი გახდა და შემოვიდა. და თუ ქრისტეს არ ჩაჭიდებ ხელს და მისნაირი თუ არ გახდები, ვერ გახვალ ღმერთს, ვერ გაარღვე. ვერავინ მივა მამასთან ჩემს გარეშე ქრისტე ამბობს, გესმით? ამიტომ ქრისტეს გარეშე გზა არ არსებობს და ქრისტე უნდა გავდე მას ყველაფრით, მათ შორის მტრის სიყვარულით. სახარება იკითხეთ.
ნახეთ როგორია ქრისტე როგორ ექცევა ყველას მათ შორის ოკუპანტსაც კი როგორიც არის ისა რა ქვია ჯარისკაცი რომაელი მეზვერეს როგორ ექცევა მეზვერე ოკუპანტზე უარესი იყო იმიტომ რომ ის იყო ებრაელი რომელიც ოკუპანტების სასარგებლოდ ყლიფავდა საკუთარ ხალხს როგორ ექცევა მათ ქრისტე მეძავებს როგორ ექცევა პირველი 64-ში ვინ შეიყვანა ქვეყნის ამომგდები ესე იგი ყაჩაღი მკვლელი და რა ვიცი შეხედეთ როგორ ექცევა ქრისტე როგორ პატიებს საკუთარ მკვლელებს გესმით შეხედეთ როგორ მოვერიდოთ იმ ადამიანებთან კამათსა და მართლმადიდებლობის უპირატესობის არასწორად წარმოჩენას რომლებიც მხოლოდ დოქტრინით არიან დაინტერესებული ანუ თეოლოგიით ჩემთვის მაგალითად თავარი დამადასტურებელი მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებისა არის ადამიანის შინაგანი ჰაბიტუსის სახე გამოხედვა რასაც იღებს სულიერი ცხოვრებით. აი მაგალითად ეფრემ არიზონელი რო გავიცანი ის ცოცხალი იყო როცა ჩვენ პირველად ჩამოვედით ამერიკაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მე სულ ვეუბნებოდი ამერიკელებს მაშინაც რომ როგორ შეიძლება აქ ცხოვრო და იმ კაცს არ ნახულობ, იმიტომ რომ ეს დღეს ხვალ აღარ იქნება ჩვენთან. ის არის უკანასკნელი მოხიკანი. ვეუბნებოდი, იმიტომ რომ დიდი იოსების სიკასტის უკანასკნელი სულიერი შვილია და როგორ შეიძლება ის არ ნახო და ეს ადამიანი რო ნახე პირველი განცდა რაც მოვიდა ეგ იყო რომ ეს არის დასტური მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებისა. გესმით? და თუ მადლობა ღმერთს არსებობს ახლა ვიდეო კადრები მე-20 და 21 საუკუნის მოღვაწეებისა, რომლებთან შორის ზოგი კანონიზირებულია. ან ფოტოსურათები მაინც ჩააკვირდით მათ თვალებში ჩაიხედეთ. ეს არის ყველაზე დიდი დასტური. ანუ რადგან მართლმადიდებლობა ჭეშმარიტებაა, ის გამოირჩევა არა მარტო დოქტრინალური სილამაზითა და მშვენიერებით და სრულყოფილებით. არამედ უპირველეს ყოვლისა ის გამოირჩევა იმით, რომ ის თავის სულიერ შვილებს, თავის წევრებს აღბეჭდავს იმ ბეჭდით, რომელიც ადამიანს ეთყობა და ის შინაგან ნათელს ასხივებს. და პირველი დასტური მართლმადიდებლობის არის ჩვენი შინაგანის სამყარო. გესმით? ამიტომ თუ თქვენ გინდათ რომ იმისიონეროთ ან ვიღაცას რაღაცა დაუმტკიცოთ, გარდა ამისა რომ უნდა ღვთისმეტყველებაც იცოდე ისიქაზმი რომელიც მხოლოდ მართლმადიდებლობის კუთვნილებაა და სხვაგან ეს არ არსებობს. ვიღაცა შეიძლება სადღაც რაღაცას ცდილობდეს სხვა კონფესიაში, მაგრამ ისიქაზმი მართლმადიდებლობაში დოქტრინალური კუთვნილებაა მართლმადიდებლობის. ეს ერთ-ერთი უნიკალურობაა მისი. ხო? ეს ყველაფერი თქვენ უნდა იცოდეთ, თქვენ უნდა ცდილობდეთ ამ ყველაფრის პრაქტიკას. აღარ ვლაპარაკობ მისტიკა მართლმადიდებლური მსახურების, ეს ხო საოცრებაა საერთოდ. ასეთი მისტიკური არც ერთი მსახურება არ არის. მაგრამ ეს ყველაფერი თუ შენში ბეჭდათ არ აღიბეჭდა და თვალებიდან არ გამოასხივა, ხმის ინტონაციაში თუ არ გამოვლინდა და თვით სიარულის მანერაშიც კი თუ არ აღიბეჭდა, არანაირი მისიონერობა არ გამოვა და არანაირი დამტკიცება სხვისთვის. ანუ მთავარი ადამიანია მაინც, რომელიც ამტკიცებს თავის ცხოვრებით მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებას. როგორ განვასხვაოთ ღმერთის მიერ მოვლენილი განსაცდელები, რომელიც ჩვენი გადარჩენისთვისა იმ განსაცდელებისგან, რომელიც ჩვენი არასწორი გადაწყვეტილების გამო ხდება. ეს ამის განსხვავება ძალიან ძნელია და მე მინდა გითხრათ, რომ აქ არის ერთგვარი ტექნიკური, ესე იგი, ილეთი რა, შეიძლება ასე თქვა სულიერ ცხოვრებაში. როცა რაღაცა შეგემთხვევა, იმის ძიება არ უნდა დაიწყო. ეს ჩემი თანაშაულის და ცოდვების გამო მოხდა თუ ესე იგი ჩემი სულიერი სრულყოფილებისათვის, გესმით? ეგრევე უნდა თქვა, რომ ეს არის ჩემი ბრალი. საკუთარი თავის მაბრალობობა ქვია ამას. შენი ბრალი რომც არ იყოს, არცობრივად, ონტოლოგიურად მაინც შენი ბრალია. ამის მაგალითი არის კლასიკური იობი. იობის პრინციპი რა არის? ხა ძველი აღთქმის პერიოდის ადამიანია, იობს არაფერი არ დაუშევებია, მოვიდა საშნელი განსასწრელი და ამით გამოიცადა მისი ღვთისადმი ერთგულება. მაგრამ ფინალი არის ძალიან საინტერესო. კერძოდ, სანამ ეს განსასწრელი მოვიდოდა იობზე, იობი იყო, ესე იგი, მსმენელი ღმერთისა და მორჩილი ღმერთისა. ხოლო ამ განსასწრელის მერე ის გახდა მჭვრეტელი და მხედველი ღმერთის, ანუ თვისობრივად ახალ საფეხურზე ავიდა.
და ნახეთ, მას არაფერი არ დაუშავებია ერთის ხრივ და გასასწელია ბრატომოვი და მხოლოდ გამოსაცდელად რომ აი ჩვენთვის სამაგალითოა რომ ნახე როგორ უანგაროდ უყვარს ღმერთი, მაგრამ სინამდვილეში მისი დაცებული ბუნების თქვათ დაძლევას, გარღვევას მის ყოფიერებაში გარღვევა მოხდა. და საბოლოო მიზანი ხო ჩვენი ღმერთთან ყოფობა. ამიტომ დიახაც ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ პიროვნულად რაღაცა იურიდიულად დავაშავეთ თუ არ დავაშავეთ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ბუნებას გარღვევა ჭირდება რა და ამიტომ გასასწრელი ამას ემსახურება. რაც ეხება ჩვენს დანაშაულს იურიდიულად, ეს არის ოქროს წესი. რაღაცა შემემთხვა, აი ვიღაცა მომაყენა შეურაცხყოფა. მადლობა ღმერთო, რომ კიდევ ერთხელ მანახებ ჩემ ცოდვებს, იმიტომ რომ მე რომ რაღაცა და ეს სიამაყე რო არ მქონდეს, აპარტამენტება რო არ მქონდეს, რაღაცა ეს რომ ესე მაშინ ეს არ შემემთხვეოდა. ანუ ყოველთვის საკუთარ თავს თუ დააბრალებ, ყოველთვის გამარჯვებული გამოხვალ ღვთის წინაშე. რა არის მართლმადიდებლობის მომავალი ამერიკაში? მართლმადიდებლობის მომავალი ამერიკაში განისაზღვრება იმით, რამდენად ჩვენ კარგი ქრისტიანები ვიქნებით, იმიტომ რომ მართლმადიდებლობა უნდა უფრო აქტიურად გახდეს მისიონერული თვალსაზრისით, ოღონდ მისიონერობაში გულისხმობ არა იმას, რომ ჩვენ მართლები ვართ, თქვენ მტყუანები ხართ, არამედ იმ შეუქმნელი ნათლის გამოცისკროვნებით, თვალებიდან, ცხოვრების წესით, ინტონაციით, ურთიერთობით, სიარულით, ჟესტიკულაციით, ხმის ტონალობით, სიმშვიდით, მოყვასისადმი, ნებისმიერ ადამიანს გულისხმობ, მოყვასისადმი ერთგულებით, აი ამით უნდა ვიმისიონეროთ. და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, უკვე დოქტრინალურადაც. და მართლმადიდებლობაში უდიდესი ძალაა და ის არის გადარჩენა არა მარტო ამერიკის, არამედ მთელი სამყაროსი თუ ვისაც ეს უნდა, თქვათ ესე. მით უმეტეს ამის მაგალითი არის ამერიკის სახელმწიფო ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში მისი კანონმდებლობას შესაძლებლობას იძლევა მისიონერობისას და საუკეთესო მონასტრების დაარსებისაც კი და აგერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ფაქტიურად ამერიკაში ეპისკოპოსი ყავს, ესე იგი შესაძლებელია ამერიკა ამის შესაძლებლობას ამის შესაძლებლობას იძლევა რომ ეს ყველაფერი რეალიზდეს. საჭიროა თუ არა გარდაცვლილ ახლობელზე ლოცვა და როგორ უნდა ვიზრუნოთ მისი სულისათვის. საჭიროა და აუცილებელია. როგორ? უფალო იესო ქრისტე შეიწყალე ჩემი ახლობელი ადამიანი და მოუდრიკე მუხლი უფალს. არსებობს ლოცვებიც რა თქმა უნდა. ფსალმოს წაიკითხავ და მერე მოუდრიკავ მუხლს უფალს და ეტყვი უფალო გადაარჩინე ჩემი გარდაცვლილი ახლობელი აცხოვნე მიუტევე. ეგ არის. ანუ ნახეთ როგორ ვილოცოთ, კითხვა რას ნიშნავს? გულით თხოვო ღმერთს როგორც მამას, მაგრამ ის როგორც მამა რომ იყოს შენთვის, შეუნა იყო როგორც შვილი მისთვის და თქვენში ეს მამაშვილობა რომ რეალიზდეს ეკლესიის წევრი უნდა იყო, ამაზეა საუბარი. ბოლო კითხვაა, ხო? და გავთავისუფლდით ყველა. მესმის ვიაზრებ ღმერთის გარეშე, მარადისობის გარეშე, აზრი ეკარგება ცხოვრებას, თუმცა დიდი ხანია რწმენის ცეცხლი გულში ჩამიქრა. კვლავ მიყვარს ქრისტიანული ცხოვრების წესი, ქრისტიანული ხედვა, თუმცა მე ეჭვება ოდესმე თუ დავბრუნდები. ისეთი გუმხურვალე როგორიც ადრე. გითხარით თქვენი პირადი გამოცდილება, ოდესმე რწმენის გარეშე თუ დარჩენილ ხართ, როგორც მარტო მყოფი სიმნელეში, ოდესმე თუ გაყინულა თქვენი გული, ოდესმე თუ გინატრიათ რწმენის დაბრუნება. რწმენა არის მადლის მოქმედება ჩვენში და რწმენის შესუსტება ან პედაგოგიური მოქმედება ღმერთისა რომ მე გავაქტიურდე ან რეალურად მადლის დაკარგვა, როცა მადლის დაკარგვის შემთხვევაში რწმენა იკარგება. თუ ვინმეს გონია რომ რწმენა თუ აქ ნამდვილი რწმენა რომ რითაც ის ცხოვრობს აქტიური სულიერი ცხოვრებით, ეს არის მისი დამსახურება ძალიან ცდება, საკმარისია მადლი მოგაკლდეს. რომ ღმერთს ვეღარ ხედავ. ეს დაახლოებით იცით რას გავს? საკმარისია სინათლე აღარ იყოს, რომ შენ ვერაფერს ვეღარ ხედავ. ჩვენ რატომ ხედავთ? ჩვენ ხედავთ სინათლეს ხედავთ, რომელიც აირეკლება. და საკმარისია სინათლე არ იყოს, ვერაფერს ვეღარ დავინახავ. საკმარისია მადლი არ იყოს და ღმერთს ვეღარ დავინახავთ. მადლით ხედავთ ჩვენ ღმერთს. ეხლა აქედან გამომდინარე, რადგან მე ღმერთის ხედვა შემიწყდა. ანუ რწმენა შემისუსტდა და რამის ჩამიქრა თუ რაღაც ესე. ესე იგი, რაღაცა ხომ არ დავაშავე, რაღაცას ეგება არასწორად ვაკეთებ, რაღაცა აფერხებს
ღმერთს არ უყვარ ხარ? ანუ რაღაც აფერხებს შენში ღმერთის მადლის მოქმედებას. აი მაგალითად ადამიანმა შეიძლება ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ თვალი დაიბრმავოს და ვეღარ დაინახოს. მე მინახავს ადამიანები, რომლებმაც წმენა დაკარგეს. წმენა დაკარგეს სხვადასხვა სახე, სხვადასხვა რამეს. მაგალითად, ადამიანი აქ ლაპარაკი ეკლესიურ ადამიანებზე. თქვათ, ადამიანმა შეიძლება დაკარგა წმენა იმ დონეზე, რომ ეკლესიაზე უარს ამბობს, აღარ უნდა. ან უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს. აი, მინდა ამბობს, მაგრამ ვერაფრით ვერ ახერხებს. ან მაგალითად, ეკლესიის მადლმოსილების სადმი რწმენა ეკარგება. ან მაგალითად, თქვათ, თავის რელიგიას, თავის ქრისტიანობას ქმნის ეკლესიის წიაღში. მოირგებს ქრისტიანობას, როგორც მას უნდა დააწყობს. და მე მაგ შემთხვევა ისეთის, როდესაც ადამიანი ცოცხალი ღმერთის იდეის დონეზეც კი კარგავს. ასეთი რაღაცები არსებობს სამწუხაროდ. და ეხლა კითხვა, რატო დაემართათ ამ ადამიანებს ეს? მე ისეთი პროფესია მაქვს ბჭყალებში, რომ ადამიანებთან ურთიერთობა მიწევს და ძალიან ბევრი ადამიანი შიგნიდან ვიცნობ. ხშირად იმაზე უკეთესად ვიცნობ ზოგიერთ ადამიანს, ვიდრე თვითონ ისინი იცნობენ საკუთარ თავს. და სამწუხაროდ მე შინაგანად ბევრისთვის დამისვია დიაგნოზი. მე ვიცი რატო დაემართ ამ ადამიანს ასე და ამგვარად წმენასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ვიცი მათი შინაგანი სამყარო. ზოგ შემთხვევაში ყოფილა ისეც, რომ წინასწარ გამიფრთხილები, რომ ასე ნუ იქცევით, რომ ასე დამთავრდება და დამთავრებულა ასე. განა იმიტომ რომ მე ბრძენი ვარ რაღაც წინასწარ მეტყველი. ეს ჩემი საქმიანობის განუყრელი ნაწილია. ამიტომ, როდესაც ადამიანი, ხა რატო ამბობ ამას? როცა ადამიანი რწმენას მართლა კარგავს, ამ ადამიანის ბრალია. ეხლა რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ მან რაღაცა უნდა შეცვალოს. თუ ის თulis, რომ ღმერთი არსებობს. ეხლა აქ იყო ესეთი ნიუანსი ამ კითხვაში, რომ აღარ მგონია ოდესმე დამიბრუნდეს. ეს დაახლოებით რას გავს, რომ ესე იგი მე გადავწყვიტე რომ თავი მოვიკლა და ვფიქრობ ამ გადაწყვეტილებას შევასრულებ და მე რაღაცას მეკითხება, კაია თუ არა თავის მოკლა, თუ ცუდია. შედალოცილო, ცუდი როა ხო გასაგებია, მაგრამ როცა მეუნები რომ იცი რა, ნებისმიერ შემთხვევაში მე მაინც თავი უნდა მოვიკლა, რაღა უნდა გითხრა. ანუ შენ თუ ამბობ რომ ერთწმენა აღარასოდეს ასეთი გულმხურვა ერთწმენა შენ აღარასოდეს აღარ გექნება და რაღაც ანუ წინასწარ განაჩენი გამოგაქვს საკუთარი თავისთვის, დაყაბულდი ამას, დაყაბულდი. გესმის? მაშინ როგორ უნდა გიშველოს თქვათ მოძღვრის სიტყვა. ან როცა ამბობ რომ მე მესმის რომ ქრისტეს გარეშე ცხოვრებას აზრი არ აქვს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ ჩემ ცხოვრებას არაფერი არ სუიციდურ მდგომარეობაში ხარ. ეს ეხლა რა გინდა ესი ასე დროს კარგი შემოლაწონება. და მოვა ეს შემოლაწონება თუ შენში ღმერთი ხედავს ნაპერწკალს მაინც გაცოცხლებისა, იცოდე რომ შენ ცხოვრებაზე მოვა სერიოზული განსასწრელი, რომელიც შემოგილაწონებს და ასზე მოგიყვას. თუ აუცილებლად რაღაც ცხოვრებისეულმა საკითხებმა, მიზნებმა, რა ვიცი, სიამოვნებებმა, ამბიციებმა ჩაგითრია რა და ნამდვილი სიცოცხლე ჩაანაცვლა აი ამ რაღაცა დროებითი ყოფიერებით. და მოვა ეს განსასწრელი, რომელიც დაგანახებს, რომ ეს წარმავალია. კი არ გისურვებ ღმერთთან დამიფაროს განსასწრელი. უბრალოდ ჩვენ ხანდახან როგორ არის, იცი? ღმერთო, შენდობას ვითხოვ შენგან, რომ იმდენჯერ გაიძულე, რომ ჩემთვის გეტკინა. იმიტომ რომ ჩემს ამპარტავნებას და თავდაჯერებულობას და ურწმუნოებას საზღვარი არ ქონდა და როცა ასე ვიქცევი, შენ იძულებულს ხდი, რომ მე შენ შულს მატკინო. შენდობა უნდა თხოვ აქეთ ღმერთს, როცა განსასწრელში ხარ, იმიტომ რომ ღმერთს არ უნდა რომ შენ გატკინოს. ეს არის ცოცხალი დამოკიდებულება ღმერთთან. ქრისტე შეგვეწიოს და მადლობა მეუფე მოთმინებისთვის და ყველა დაგაბრუნოთ სამშობლოში თავის დროზე ღირსეულად ამინ. დიდი მადლობა.